დილომშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს 28 ნოემბერია, პარასკევი დღე, დილის 9 ნახევარი და ეთერშია გადაცემა დილის ალყა. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ანა, დილომშვიდობისა. და როგორც მეთქე, დღეს 28 ნოემბერია, ეხა გავეზერო შავი პარასკევი და შემზე დაგხვევა წავიდა ვიშოპინგ. ველოდებით მთელი ტელევიზია, როდის დასრულდება ჩვენი გადაცემა, რომ გავიქცეთ და ვიშოპინგოთ. მოკლედ, დილომშვიდობისა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს. წინ საინტერესო ეთერი გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად მომდევნო 2 საათის განმავლობაში. ვნახავთ გადაცემის ანონსი და გავიგოთ თუ რას ვნახავთ დღეს დილის ტალღაში. დღევანდელი 28 ნოემბრის შენიკერძი აზიური სამზარეულოდან იქნება ქათმის ფილეთი. ჩვენი ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში, გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება, სტუმრებთან ერთად შევაჯამებთ Open Praga 2025-ს. Scarlett Johansson-ს მალე ეგზორცისტის ახალ ეკრანიზაციაში ვიხილავთ. მის იამაიკა მის სამყაროზე გამოსვლისას კი მძიმედ დაშავდა. დეტალებზე ვებ სიახლეებში ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე დღევანდელ ამინდთან ერთად უქმეებზე მოსალოდნელ ტემპერატურას გაგვაცნობს. გაიცანით 72 წლის თეიმურაზ შუბითიძე, ვისთვისაც არც სეზონი, არც ამინდი და არც ზღვის ტემპერატურა აწინაყობა იმისთვის, რომ შავ ზღვაში იბანაოს. სტუდიაში კი სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ბავშვის სექსუალურ განვითარებაზე, ასაკობრივ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებიც თითოეულ ასაკობრივ ფაზას ახლავს. განვიხილავთ რა არის ნორმა, როდის არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღება და როგორ მივუდგეთ ამ თემას სწორად. მზადება პრემიერისთვის, ოქროს წიწილას მაყურებელი 30 ნოემბერს იხილავს. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. 28 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერა დღესაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციას და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ აკადემიურ სივრცეს წარმოადგენს. უნივერსიტეტის 90 წლიანი გზის, მიღწევებისა და განვითარების შესახებ უფრო ვრცლად სიუჟეტიდან შეიტყობ. გადაცემის მესამე ნაწილში ტყვეობაში დაბადებული თეიმურაზ მჟავანაძის ცხოვრება დილის ტალღის ობიექტივში, ბებიასა და მამიდასთან დატოვებული 2 წლის თეიმურაზი და უფროსი შვილების საძებნელად ლატვიაში დაბრუნებული დედა. ნახეთ დღევანდელი ძველებური ამბები. და ბოლოს, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად 30 ნოემბერს გაიმართება. ემიგრანტი ქართველი ელიზა ხალვაშის ნახატებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენის შემდეგ მსმენელებს შაი გალი გაგოლაშვილის სოლო კონცერტი ელოდება. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. და ბუნებრივია, სანამ გადაცემას დავიწყებთ და ამ თემებს შევეხებით, რაც თქვენ ანონსის მეშვეობით მოისმინეთ, აუცილებლად უნდა გავიგოთ, თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება. დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოში ამინდი ჩვენს ეთერში. გავიგოთ, როგორი ამინდი გვაქვს დღეს სრულიად საქართველოში. ბათუმში დღეს 21 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა და დღე უნალექოდ ჩაივლის. ქობულეთში 19 გრადუსია ნავარაუდები, ქედაში 18, შუახევში 17, ხულოში 15 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, გოდორძის უღელტეხილზე 10 გრადუსია დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 20 გრადუსი, ურეკში 21 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ლანჩხუთში 20, ჩოხატაურში 19 და ბახმაროში 13 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთში 21 გრადუსია ნავარაუდები, ანაკლიასა და სოხუმში 19 გრადუსამდე გათბება ჰაერი და ზუგდიდში 21 გრადუსი სითბო შენარჩუნდება. კოპიტნარსა და ქუთაისში 22 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, საირმეთ 18 გრადუსი სითბო ანავარაუდები. მესტია 14 გრადუსი, ბორჯომში 15 გრადუსი ანავარაუდები, ბაკურიანში 11, აბასთუმანშიც 11 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხე 12 გრადუსი, გორი 13, ცხინვალში 12 და თელავშიც 12 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა.
და დედაქალაქში 14 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ასეთია ამინდის პროგნოზი დღევანდელი 28 ნოემბრის დღე უნალექოთ ჩაივლის სრულიად საქართველოში და უფრო დაწვრილებით რა თქმა უნდა კობა ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით გვამცნობს ამინდის პროგნოზს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვეერთდება. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში ყოველდღიურად ჩვენ გაცნობთ ვალუტის ოფიციალურ კურსს, ასევე რა ხდება კრიპტო სამყაროში, მცირე ბიზნეს მიმოხილვა დილის აღლის ეთერში. 28 ნოემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს. 1 ევროს დღევანდელი მონაცემებით 3 ლარად და 13 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 56 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, 1 ბიტკოინის ღირებულება 246,822 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 8,167 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი დღეს 2,407 ლარი ეღირება. აქვე გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 341 ლარად და 93 თეთრად შეიძენთ დღევანდელი მონაცემებით. ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-s და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასმა მოიმატა 0.35%-ით და დღეს 770 ლარად და 38 თეთრად შეიძენთ. AMD-ის ფასი კი 577 ლარია დღევანდელი მონაცემებით. Google-ის აქციების ფასი დღეს 865 ლარი და 5 თეთრია. Meta-s ფასი დღეის ჩათვლით 1711 ლარი და 15 თეთრია, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 808 ლარს და 81 თეთრს შეადგენს. ახლა კი დრო მინდა დაუთმო საწვავის ფასს და გადავხედოთ ერთად. დღეს სუპერი 2 ლარი და 99 თეთრი ეღირება, პრემიუმი 2 ლარი და 79 თეთრი, რეგულარი 2 ლარი და 59 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 59 თეთრი, ევროდიზელი კი 2 ლარი და 69 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. სწორედ რომ ასეთი იყო 28 ნოემბრის მცირე ბიზნეს მიმოხილვა დილის ტალღის პირდაპირ ეთერში. ახლა კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში. ახალი ციფრებით და ასევე სპორტული აქტივობებითაც ყოველი დილა, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა არის სიცოცხლის ხანგრძლივობის საწინდარი და ამ ყველაფრისთვის ჩვენს არხზე და ჩვენს გადაცემაზე შრომობს ჩვენი კოლეგა გიგა ჯიჯევაძე, რომელიც სტუმრებთან ერთად უნდა შემოგვერთდეს. გიგი, საინტერესო თემით. გიგი, ჯიჯი. რიჟი. რიჟი ადამიანა მოგესალმებით, კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. მოკლედ კარატეზე უნდა ვისაუბროთ სრულად ჩემს რუბრიკაში, ასე რომ რამდენიმე წამში დილის ტალღაში სპორტის დრო. დილანშვიდობის მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი სრული რუბრიკა ეთმობა კარატეს. ჩეხეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში, სადაც 12 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს Open Praga 2025-ზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა კარატისტებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მოკლედ, როგორც ყოველთვის კონტაქტური კარატე ყოველთვის გვანებივრებს ძალიან მაგარი შედეგებით და ჩვენი სტუმრები არიან აჭარის კონტაქტური კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცინცაძე და ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი დათუნა ჯინჭარაძე. დილანშვიდობისა, მადლობა დილიდან რომ ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებით დათუნას, ესე დილადრიან ჩვენთან მოვიდა. ლევან, Open Praga 2025 მედლების თითქმის ყველა მედალი ფაქტიურად ჩვენ წამოვიღეთ, შეგვიძლია ესე ვთქვათ, შევაჯამოთ რა ტურნირი იყო, როგორ მივიღეთ მონაწილეობა, როგორ შეიჭრა მონაწილეები, მოკლედ ყველა დეტალი გვაინტერესებს, სანამ უშუალოდ დათუნასთან გადავალ და დეტალებს გავივლი. მოგესალმებით. რაც შეეხება პრაღის საერთაშორისო ტურნირს, ტრადიციული ტურნირი ტარდება Open Praga, რომელიც არის საკმაოდ მრავალი ქვეყანაა წარმოდგენილი და ბევრი ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას, რადგან ჩვენ დიდი გუნდი წავედით წლის ბოლო უკვე მოგვიახლოვდა, ჩვენ წლის დასაწყისიდან ძალიან ბევრი ღონისძიება ჰქონდა შიდა ტურნირები, სადაც გამოვლინდნენ უკვე აჭარის ნაკრები გუნდი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მომავალი წლის 2026 წელს უკვე ყველა ასაკობრივი კატეგორია, ყველა წონით კატეგორიაში დაკომპლექტებული ყავს ნაკრები აჭარის, შესაბამისად
მაქსიმალურად რაღაცა რაოდენობა დარჩა კიდევაც საქართველოში და ვერ მოვახერხეთ ყველას ერთად გაყვანა, თუმცა უმრავლესობა გავიყვანეთ, რადგანაც ის ტურები, რაც ჩვენ ჩანიშნული ქონდა, ყოველ ტურზე ჩვენ ვაკვირდებით სპორტსმენებს, აი აქედან ახალ სახეებს ვიჭერთ და შემდეგ უკვე წლის ბოლოს დავაგვირგვინეთ ესეთი მასშტაბური ღონისძიებაზე საერთაშორისოზე, სადაც გავიყვანეთ. რაც შეეხება შედეგებს, შედეგები, როგორც აღნიშნეთ, ძალიან კარგი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ რო გითხრა რამე გამიკვირდა მეთქი არა, რადგანაც კაცი არ გამკვირვებია რომ კი, რადგანაც ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ჩვენი სპორტსმენები დაახლოებით ყოველ თვეს ბრძოლობენ, მინიმუმ ერთ შეჯიბრს მინიმუმ ბრძოლობენ, მხოლოდ და მხოლოდ აჭარაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გარდა რეგიონებში ტარდება რაღაცები და ისინი ჩართულები არიან და შესაბამისად ჩვენ უკვე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენები გვყავს, მიუხედავად პატარა საკისამათი. თან ამ ღონისძიებაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ უკვე აქცენტები გავაკეთეთ ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებმაც უკვე 18 წელი შეასრულენ და მომავალი წლიდან უკვე დიდებში უნდა იასპარეზონ მათ. და აი ამ საერთაშორისო ტურნირზე მივეც შესაძლებლობა, რომ ისინი უკვე უფრო სასაკში რა ასაკიდან იყვნენ ტურნირზე წარმოადგენელი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები? 10 წლიდან. 10 წლიდან 18 წლამდე? 10 წლიდან 18 წლამდე ჭაბუკები და ახალგაზრდები და ასევე იყო შეჯიბრი დიდებში, ანუ კაცებში. მაგას ვიზახი, რომ ზუსტად კაცებში მივაღებინეთ მონაწილეობა 18 წლის სპორტსმენები, რომლებიც გვყავს უკვე პერსპექტიული წლევანდელი ევროპის ჩემპიონები, მათ შეძლინდა აი აქ საერთაშორისო ჩემპიონატზე უკვე 70 კილომდე ევროპის ჩემპიონმა, რომელიც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი დიდებშიც მოიგო ტურნირი აქ და ასევე დიმიტრი მსხალაძემ ევროპის ჩემპიონმა მოიგო 80 კილომდე. ნიკა ანაგერვაძე მეორე ადგილზე გავიდა, ანუ ყველა ახალგაზრდა ვიზეც ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ, ყველამ გაამართლა და ანუ ვიზეც ხონა გაკეთებული, ყველამ გაამართლა, შეგვიძლია ასე ვთქვა. კი, და ეს ძალიან სწორი გათვლა იყო და უკვე მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ უკვე დიდებში მოსინჯენ თავიანთი თავი დაიჯერენ და მოგეხსენებათ ფსიქოლოგიურად ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ასაკი მაინც რთულია, როდესაც ჯერ კიდევ რაღაც წესებით ბრძოლობ, გაცვია დამცავი საშუალებები და უცებ გიწევს დიდებში გადასვლა, ეს ძალიან რთულია. ბევრი ამას ვერ ახდენს. ბევრი აი ამ ასაკის მერე ანებებს სპორტს თავს, რადგანაც იქ აუცილებლად ბევრი დამარცხებები იქნება უკვე და ყველას არ მოწონს ეს დამარცხებები. ყველა მზად არ არის მენტალურად ამისთვის და ძალიან ბევრ შემთხვევაში ისინი ანებებენ დიდ სპორტში უკვე მოღვაწეობას და თავდება მათი ასპარეზობა აი უმცროსი ასაკის სპორტის ასაკში ესე რომ გასაგებია. და სანამ დათუნასთან გადავაკითხით, დათუნაზე მითხარი, მეორე ადგილი იყო ვერცხლის медаლი. ზოგადად პატარა ასაკის ბავშვების აი ესე ტურნირებზე გაყვანა რამდენად მნიშვნელოვანია და რაცაც წარგვიდგინა და მე დათუნასთან კი, ვფიქრობ, რომ დათუნა თავის აზრს კარგად გამოხატავს, რადგან ის საკმაოდ უკვე ესე რომ ვთქვათ, გამოცდილი სპორტსმენი შეიძლება ითქვას, მიუხედავად მისი ასაკისა, რადგან ის 4 წლინახევრიდან ვარჯიშობს ჩემთან და 5 წლის იყო პირველად, როდესაც თქვენთან უკვე ეთერში იყო ის და იმის მერე ძალიან ბევრ ღონისძიებებში წელიწადში დაახლოებით 10-12 შეჯიბრს ატარებს სხვადასხვა მიუხედავად თავისი ასაკისა, ის 2 წლით ადრე მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც ჭაბუკებიდან იწყება U12-დან და ეს უკვე 8-9 წლიდან საქართველოს ჩემპიონატზე ღებულობს მონაწილეობას. წლევანდელი საქართველოს ჩემპიონია ის, ასევე წელს საერთაშორისო იტალიაში და სხვადასხვა ქვეყნებში ის იყო უკვე და გამარჯვებული დაბრუნდა და რავი, თვითონაც იტყვის დათუნას გარდა ძალიან კარგი სპორტსმენები ყავს იგივე ასაკის და ზუსტად აი ეს შიდა კონკურენცია, როდესაც მაღალია და ესეთი დაახლოებით 10-15 ბავშვი უკვე დათუნას თავის ასაკობრივ ჯგუფში ყავს აი ესეთი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს სტოლს არუდებენ და ყოველ დღე ერთმანეთს რაღაცას ასწავლიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ. წლების შემდეგ ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს და უფრო დიდი გუნდი ეყოლება საქართველოს, ვიდრე დღეს მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უკვე 2 წელია ნომერი პირველი გუნდია ეროვნული ნაკრების საქართველოს. გასაგებია, დათუნა, შენთან გადმოვალ კითხვით. პრაღაში ვერცხლის медаლი რა დაგაკრდა, ანუ როგორ შეაჯამა შენი გამოსვლა და რა იყო ის ფინალში, რამაც ჩემპიონობა ვერ მოგიტანა. მოგახსენებათ, რომ პატარებში, როდესაც თავში მიაკარებ, პირდაპირ ქულას იძლევიან და ეგ დამემართა მე მის გათიშვას ვცდილობდი. მინდოდა რომ გამეთიშა, რადგან ის ორი ბრძოლაც გათიშვით მოვიგე, თუმცა ისიც ძლიერი სპორტსმენია და არ გამომივიდა. რა მოგიტანა ამ შეხერებამდე გამოცდილებას გაძლევს და კონკურენტებიც შეაფასოთ? კი, კონკურენცია რა თქმა უნდა დიდი იყო, რა თქმა უნდა. ისევ ის ბიჭი შემხვდა, რომელიც ბათუმი ოპენზე შემხვდა ფინალში და მინდოდა რევანში ამეყო, თუმცა ძლიერი იყო კონკურენცია, კარგი შეჯიბრი იყო და არ გამომივიდა.
მაგრამ ეხლა გაქვს мотиваცია იმისო შემდეგ შეჯიბრებებზე გათიშო და დაანაკოუტო. მოკლედ ლევან 35 ადამიანით ესე წახვიდე ტურნირზე არ არის პატარა ამბავი, რადგან არის სახელმწიფო ჩართული ამ ამბავში, რადგან გეხმარება, ვინ გეხმარება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ 35 კაციანი დელეგაცია წაიყვანო ჩეხეთში, ევროპაში არა პატარა ამბავი. დიახ, ძალიან რთულია, თუმცა გახსოვთ ჩვენ ეს გზა როგორ დავიწყეთ ნოლიდან და დღეს იქამდე მოვედით, რომ შეიძლება ითქვას ჩვენი ფედერაცია ერთ-ერთი მოწინავე ფედერაცია და ერთ-ერთი კარგად გამართული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვაქვს როგორც ადგილობრივი აჭარის სპორტის დეპარტამენტიდან, ასევე ეროვნული ფედერაციიდან ძალიან ხარში გვიდგანან. ჩვენ ვცდილობთ აქცენტების სწორად გადავანაწილოთ და ჩვენი ის რესურსი, რაც გვაქვს ფინანსური თუ ადამიანური, სწორად გამოვიყენოთ. მაგალითად, ის რომ საქართველოს ნაკრების 80% უკვე აჭარიდან არიან სპორტსმენები, ეს გვეხმარება იმაში, რომ ყველანაირი ფინანსური ხარჯები ეროვნული ფედერაციის დახმარებით ხდება. შესაბამისად, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ის ფინანსური მხარდაჭერასაც აჭარის სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი გასცემს ჩვენზე, ჩვენ უკვე პატარების ინვესტიციაში ჩავდოთ. შესაბამისად, ეროვნული ფედერაცია გვეხმარება მაქსიმალურად, რადგან პირველი ნომრები გვყავს უკვე ახალგაზრდებში და დიდებში, შესაბამისად, ყველა ღონისძიებებს თითქმის ეროვნული ფედერაცია გვიფინანსებს. აქედან გამომდინარე, ის რესურსი, რაც გვაგვაჩნია ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტიდან და სპორტის სამინისტროდან, ვცდილობთ, რომ ახალგაზრდობა თაობაში ჩავდოთ, რადგან ახალგაზრდა თაობასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდან ეხლა ჩართულები იყვნენ, შევაყვაროთ მათ სპორტის სახეობა, ხელი შეუწყოთ, რომ მიიღონ ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტიმული მივცეთ და შემდგომ ისინი უკვე, როდესაც იმკვიდრებენ ისევ თავს, ესენიც უკვე ნაკრების წევრები ხდებიან და შესაბამისად ეროვნულს გადაებარება ეს ყველაფერი. და ეს კიდევ უფრო გამოგვითავისუფლებს იმ ხარჯებს და ასე შემდეგ და აი ესეთი ვფიქრობ სწორი მუშაობის დამსახურებაა ეს 35-ვე სპორტსმენი შემიძლია ვთქვა რომ არც ერთი არ იყო იქ რომლებიც არ იმსახურებენ თუმცა ყველას რა თქმა უნდა ვერ შეეხებოდა დაფინანსება ნაწილი გუნდი იყო დაფინანსებული ნაწილი კლუბებით იყო მშობლების დახმარებით იყო თუმცა ძალიან კარგად ავდგათ რო ცნობიერებული მშობლებსაც და ჩვენთან ვინც ვარჯიშობს სპორტსმენები რომ თუ ჩვენ დავიმკვიდრებთ ადგილს, თუ ჩვენ მოვიპოვებთ ნაკრებში ადგილს, შესაბამისად უკვე სახელმწიფოსგან არის მხარდაჭერა და რაღაცა ეტაპები ყველამ უნდა გავიაროთ, რომ მივიდეთ იქამდე, რომ ესეთი სპორტსმენები გახდეთ. კი ბატონო, სოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ესეთი მსგავსი ტიპის ტურნირები, შედეგები ყოველთვის გაქვს, რამე გაზარდა, მან შემოდინება ამ სპორტის სახეობაში, ეპატარების დაინტერესება თუ უფრო გაიზარდა თუ არა, შენთან სტატისტიკას ალბათ აწარმოებდა, საინტერესოა თუ მზარდი ეს სპორტის სახეობა. დიახ, ჩვენ წინა წლიდან უკვე მე აქცენტები გავაკეთე ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებიც არიან უკვე ევროპის ჩემპიონები, მაგრამ ასაკით ისინი პატარები არიან, შეიძლება ითქვას 18-19 წლიდან მათ სამწვრთნელო, ისე რომ ვთქვათ, მასთან სამწვრთნელო და პედაგოგიური უკვე მუშაობა დავიწყეთ, რადგან მათ შეძლებოდათ უკვე ეს სპორტის სახეობა არა მხოლოდ მათი რაღაცა საინტერესო საბრძოლო ის ყოფილიყო, რა ქვია, ხელოვნება, არამედ პროფესიაც რო იყოს და უკვე დაახლოებით 5 ინსტრუქტორი ახალგაზრდა მყავს, რომლებმაც ჯგუფები გახსნენ უკვე სხვადასხვა ლოკაციაზე და საკმაოდ შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ამ 5 კაციდან დაახლოებით 200 კაცი დაემატა უკვე ესე რომ ვთქვათ ჩვენს ფედერაციას. პირველ ეტაპზე ეს ვფიქრობ ძალიან კარგი ციფრებია და ეს ყოველთვის იზრდება, რადგან წარმოიდგინეთ 35 კაცს რო ევროპაში გაიყვანს საერთაშორისო ტურნირზე, რამდენი 35 დარჩა ახლა ხო და არა მხოლოდ ჩემს გარდა ძალიან ბევრი მწვრთნელი მუშაობს და შესაბამისად რაოდენობრივად არის. მასობრივად ძალიან კარგი სახეობაა უკვე სპორტის დაახლოებით ჩვენ 500-600-მდე სპორტსმენი გვყავს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ფედერაციის წევრები არიან და ჩვენი ფედერაციის გარდა არიან კიდე ძალიან ბევრი ფედერაცია, სადაც მუშაობენ. ვფიქრობ, საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობაა, თუმცა კიდე გავიმეორებ, რომ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული მწვრთნელებზე, სპორტსმენებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ საინტერესო, ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო ხალხისთვის, რომ ჩვენთან მოვიდნენ. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ, ვახწევთ ამას და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე განსაკუთრებით პატარა ასაკიდან ძალიან ბევრი სპორტსმენი იქნება უკვე ჩართული, აი დათუნას და მისი მეგობრების სახით და ვფიქრობ ძალიან დიდი სტიმული იქნება მათთვის. დათუნას ოდის ექნება რევანშის არების საშუალება აი იმ სპორტსმენებთან რომელთანაც დავარსდა თუ იგი ეგმება რამე უახლოს მომავალში ტურნირი და აი დათუნას როგორ ემზადება. რაც დათუნას შეეხება ჩვენ მომავალ წელს ძალიან აქტიურად დავიწყებთ, რადგან ჩვენ თითქმის ყოველი თვე გათვლილი გვაქვს და ყოველ თვეში რამოდენიმე ღონისძიებებიც კი გვაქვს, მაგრამ იანვრიდან
თებერვალში უკვე იგეგმება საერთაშორისო ტურნირი, სადაც რამოდენიმე ქვეყანა ბევრი არა, რადგან რამოდენიმე ქვეყანა იქნება მონაწილეობას მიიღებენ, ასევე ის სპორტსმენი, რომელიც დათუნამ დამარცხა, როგორც თქვა, ორჯერ ფინალში, ისრაელიდან არიან და ის სპორტსმენები ჩამოდიან თებერვალში, მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა ვიტყოდი, რომ წელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დარჩენილი 5 დეკემბერს პოლონეთში ტარდება კოკოროთასი, რომელიც არის პრესტიჟული ტურნირი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ იწვევენ სპორტსმენებს სპეციალური მოწვევით. ის ტარდება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე არიან იაპონიიდან ჩამოსული სპეციალური სტუმრები და ერთი ტურნირი ტარდება, კომერციული ტურნირია, სადაც დავით ხალაძე არის იქ მიწვეული. ჩვენ ორჯერ უკვე ვიყავით ამ ტურნირზე და ორივეჯერ მეორე ადგილზე გავედით. ევროპის მოქმედ ჩემპიონთან და აბსოლუტური ევროპის ჩემპიონთან ფინალები დავმარცხეთ, თუმცა ეხლა ვფიქრობ მესამე წასვლას დავითმა უნდა გაამართლოს იმედები და დავითი ყოველთვის ამართლებს იმედებს, თუმცა გულისხმობ, რომ ეს ტურნირი უნდა გაიმარჯვოს. ამის შემდეგ უკვე 20-ში ბათუმში იგეგმება საქართველოს თასი, ასევე საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე და ფაქტიურად წლის ბოლოს ჩვენ ამით ვამთავრებთ, თუმცა მომავალი წელი იქიდან გამომდინარე, რომ არის ევროპის ჩემპიონატი ჩვენ ბათუმში მასპინძლობს, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვექნება და ყოველ თვეში მაქსიმალური ღონისძიებები გვექნება, რადა მაისის თვეში, როდესაც უკვე ევროპის ჩემპიონატი იქნება, ჩვენი ეროვნული ნაკრები და ახალგაზრდული ნაკრები მაქსიმალურ კონდიციაში იყვნენ მისულები უკვე და აი, როდესაც შენს ქვეყანაში ბრძოლობ, ამას გაცილებით უფრო საინტერესოა, გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მთელ გუნდს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის გამარჯვებები, რაც ჩვენ უკვე ბოლო 2 წელი იქამდეც საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდი იყო, თუმცა ბოლო 2 წელი ისეთი შედეგი გაკეთდა, რომელიც არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გაუკეთებია, არც საქართველოს და საქართველოს თავისი შედეგი გაიმეორა წინა წლის, თუმცა ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია ამის გაკეთება, თუმცა გამეორება უფრო რთულია და ჩვენი მიზანი ზუსტად ეგაა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენივე შედეგი. კი ბატონო, დათუნასთან გადავალ და დავამთავრებ ამით ჩვენს საუბარს. დათუნა, შენი მიზანი რა არის? რა გინდა მიაღწიო ამ სპორტის სახეობაში და როგორ ემზადები ამისთვის? ჯერ როდესაც 15 წლის გავხდები, მინდა რომ მოვეგო ევროპის ჩემპიონატი და შემდეგ როდესაც 18 წლის გავხდები, მინდა რომ სოფლიოს ჩემპიონიც გავხდე. მაგათ ეს მიზანი გააქვს და მე დარწმუნებული ვარ ამას მიაღწევ, იმიტომ რომ შენ ძალიან პატარა იყავი ჩემთან სტუმრად რომ მოხვედი და იმის მე შედეგებს აუმჯობესებ და მე დარწმუნებული ებრაელ მეტოქესაც მალე დაამარცხებდა ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებ. მადლობა ლევან რომ იყავით ჩვენთან ერთად, დათუნა ჯინჯარაძე და ლევან ცინცაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც საუბრობდით მოკლედ კარატეს შესახებ, საინტერესო სპორტის სახეობა, რომელსაც ყოველთვის უმაღლესი შედეგები აქვს და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ რომ გავაშუქოთ ამ სპორტის სახეობის წარმატებები და მე დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს მოკლედ კონტაქტური კარატის შესახებ საუბარი. მადლობა სტუმრებს, ესეთი იყო სპორტული ამბები. მე ხეთი ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდას უნდა დაუბრუნდე და თქვენთან ერთად გავუძლო ეს გადაცემის ცქერა ანა დემე. მადლობა ჯიჯი, გამშვიდობებით ჩვენ ორშაბათამდე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ თუ რას მოგვიმზადებს ამჯერად ჩვენი ნორჩი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. პრინციპში ვიცით და ხომ არ გავამხილე აზიურად უგემრიელესი კერძი. ვნახოთ შენი კერძი ჩვენს ეთერში. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს მაგასწავლოთ უმარტივესი და უგემრიელესი ქათმის ფილეს მარინადი. დღეისთვის დაგჭირდება სოიოს соуსი, დაღერგილი ციცაკა, სახამებელი, ნივრის ფხვნილი, დაგჭირდება ცოტა თაფლი, ქათმის ფილე მწვანე ხახვი, მარილი და შავი პლოპილი. ამას ვამზადებთ აეროგრილში. მოდი ჯერ დავჭრათ ქათმის ფილე პატარა კუბებად. ჯერ გაჭერით ხაზებად ესე, გრძლად. შემდეგ კუბებად. ესე დავჭერით ქათმის ფილე, ესეც გადავიტანოთ ჯამში. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ. აქ უკვე მოვამზადეთ ქათმის ფილე. ეხლა გასწავლით უმარტივეს და უგემრიელეს მარინადს, რომელიც ასევე აზიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. მოდი ჩავასხათ სოიოს соуსი, აქ მოგვს დაახლოებით 80 მგ სოიოს соуსი. მაქვს დაღერგილი ციცაკა, ამას ძალიან ცოტას დავუმატებ დაახლოებით 1 ჩაის კოვს. აქ მაქვს სახამებელი, სახამებელს ბლომად ვუზამთ დაახლოებით 3 სავსე ჩაის კოვზე. და
1 სავსე ჩაის ყოზე ნიურის ფხვნილი. ეს. არა გავუწყოთ ცოტა თაფლით, ძალიან რაღაც კომფორტული და გემრიელი სიტყვოსთვის. რა თქმა უნდა, მარილი და შავი პილპილიც. მარილი ცოტა უნდა, იმიტომ რომ სოიას соуსი მარილიანია, როგორც ყველა მიცით. და ოდნავ შავი პილპილი. ეს. ამ ყველაფერს ახლა კარგად ამოვვრიოთ, ქათმის ფილეს რომ მოიძნელდეს ეს სუნელები და სოიას соуსი. ეს ქათმის მარინადი არის ძალიან გემრიელი ბრინჯთან ერთად, როგორც ვთქვით, მიეკუთვნება ეს მარინადი აზიურ სამზარეულოს და როგორც ყველა მიცით, ბრინჯი არის მაგათთვის, აი, როგორც ჩვენთვის არის ჩვეულებრივი პური, ზუსტად ისე გამოიყენება ბრინჯი აზიურ სამზარეულოში. მარინადი მზად გვაქვს, აქ აქვს საცხოვი ფორმა, რომელსაც მოვათავსებთ აეროგრილში, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ეს მარინადი პირდაპირ გადავიტანოთ აეროგრილში, მაგრამ მე მინდა რომ თავისი წვენით შეინარჩუნოს, ამიტომ ზუსტად ამისთვის ვიყენებ აი ამ საცხო ფორმას, რომ ამას თავისი წვენი ჰქონდეს. ეგრე უფრო გემრიელია და გირჩევთ, რომ ეგრე გააკეთოთ. ესე კარგად გადაანაწილეთ გარშემო. ესე. ეს ხმოვათავსოთ აეროგრილში. ეს უნდა ჩავთვალოთ ახლა ქათმის შეწვის რეჟიმზე 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. სრულფასოვანი კერძი გამოგვივიდა. მოვასხი ბრინჯის ტაილანდური соуსის სრირაჩა, რომელიც განსაკუთრებულად უხდება აზიურ სამზარეულოს და მოკლედ ქათამს და ეს რაღაცებს. გამართოს დიდი ახლა ჩვენმა სრირაჩამას და ჩვენმა ქათამს. როგორც უკვე ბევრჯერ გითხარით დავახსენე, აზიური სამზარეულო არის ჩემთვის ტოპ 3-ში. და ეს კერძი ნამდვილად არის ის, რომელიც აი შემიძლია ყოველდღიურად მივირთოთ ამ ჭამა. მართლა გირჩევთ რომ გაიმეოროთ, ხვებსაც გაუზიაროთ ეს რეცეპტი, მე კი ამით მომდენო რუბრიკამდე დაგემშვიდობებით, ერთ-ერთი სურვილებით ნახვამდის. მადლობა ქეთას გემრიელი კერძისთვის, თუ არ გაქვთ დღევანდელი კერძი, ესე ვთქვათ, იდეის დონეზე, სადილი, ჯიჯი, აი ჯიჯის ბრალია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი გადაცემა მაცინებს ხალხო. კულისებს მიღმა და ერთ დღეს სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდი ანა. ეხლა კითხვის ის დროით ზუსტად 9 საათი სრულდება და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა ქეთი ბოლქვაძე შემოგვიერთდება. ქეთი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და გაგაცნობთ დღის ახალ ამბებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ვლადიმერ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალდებად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდისავლით უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო 3 წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლო მათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 12 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მოტივად მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხეები დაასახელა. დაცვის მხარე არ იზიარებდა პროკურატურის აღნიშნულ პოზიციას და ამტკიცებდა, რომ დანაშაულის დასადგენად საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრის საქმეზე გუშინ პატიმრობაში დატოვა 14 პირი, მანამდე კი პოლიტიკოსები, რომელთაც სახელმწიფოს გადატრიალების მოწოდებების გამო აქვთ წაყენებული.
დღეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უნივერსიტეტთან, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. აქცია მსვლელობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან. 28 ნოემბერს ერთი წელი გადის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღე აგრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მესტიი და ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გააჩერეს. სამართალდამხმარეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ჰქონდა განთავსებული. ბენზინმზიდი დაილუქა, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1024 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყის უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის პარალელურად მოქალაქეები სამართალდარღვევას სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ. ამის მაგალითია სამეგრელოში გამოვლენილი ფაქტი, სადაც სამართალდამღები დიდი ოდენობით ფიცრის სვანეთიდან სამეგრელოში გადაზიდვას შეფარვით ბენზინზიდის საშუალებით ცდილობდა. დეპარტამენტი მოუწოდეს მოქალაქეებს თავი შეიკანოს სამართალდამღებისგან, რადგან ყველა მსგავს ფაქტზე მოახდეთ ყისიერ და შესაბამის რეაგირებას. თუ უკრაინელი სამხედროები დააკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებების შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს. უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. რაც შეეხება ტერიტორიების დათმობას, განცხადებას ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლო ტერიტორიის დათმობას. მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ იმის განსახილველად არის მზად, თუ სად უნდა გაიაროს ომის მხარეების მიერ კონტროლებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა. ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი 20 წლის სარა ბეკსტრომის ავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის ენდრივ ვულფი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი თავდამსხმელი 29 წლის ავღანეთის მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია. ცნობისთვის თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის როლის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა. ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, 300 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ როიტერი წერს. ქალაქში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 70 ადამიანი. ჰონგ-კონგის ლიდერმა ჯონ ლიმ განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად 39 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს. ჰონგ-კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძრთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერი კონსულტანტი დააკავა. კომპანიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, 8 შენობისგან შედგება და 2000-მდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4600 ადამიანი ცხოვრობს. ბინებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, შენობის ფასადს გარშემო ბამბუკის ხარაჩოები და მწვანე ბადე ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ხარაჩოებს გაუჩნდა. ტაილანდში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა. ინდონეზიაში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 61-მდე გაიზარდა. ამის შესახებ როიტერი წერს. ტაილანდის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობების შედეგად 9 პროვინციაში თითქმის 3 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, სადაც 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება. კუნძულზე ელექტროენერგიის გათიშვა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა სამაშველოს
სამუშაოებს აფერხებს. როგორც როიტერი წერს, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. სამშაბათშუალო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის 10 საათზე დავბრუნდებით ეთერში დროებით. პირდაპირ ეთერში შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი უნდა ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი თუ რას ნახავს ჩვენი მაყურებლები ანა და მალე დავბრუნდებით. ჩვენი სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე დღევანდელ ამინდთან ერთად უქმეებზე მოსალოდნელ ტემპერატურას გაგვაცნობს. გაიცანით 72 წლის თეიმურაზ შუბითიძე, ვისთვისაც არც სეზონი, არც ამინდი და არც ზღვის ტემპერატურაა წინაღობა იმისთვის, რომ შავ ზღვაში იბანაოს. სტუდიაში კი სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ბავშვის სექსუალურ განვითარებაზე, ასაკობრივ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებიც თითოეულ ასაკობრივ ფაზას ახლავს. განვიხილავთ რა არის ნორმა, როდის არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღება და როგორ მივუდგეთ ამ თემას სწორად. მზადება პრემიერისთვის, ოქროს წიწილას მაყურებელი 30 ნოემბერს იხილავს. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. 28 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერა დღესაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციას და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ აკადემიურ სივრცეს წარმოადგენს. უნივერსიტეტის 90 წლიანი გზის, მიღწევებისა და განვითარების შესახებ უფრო ცლად სიუჟეტიდან შეიტყობ. გადაცემის მესამე ნაწილში ტყვეობაში დაბადებული თეიმურაზ მჟავანაძის ცხოვრება დილის ტალღის ობიექტივში, ბებიასა და მამიდასთან დატოვებული 2 წლის თეიმურაზი და უფროსი შვილების საძებნელად ლატვიაში დაბრუნებული დედა. ნახეთ დღევანდელი ძველებური ამბები. ასე რომ წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში დარჩით ჩვენთან ერთად. ეხლა კი დრო არის გავიგოთ ამინდის პროგნოზი უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, კობა ფარტენაძე შემოგვერთდება ეხლა და გვამცნობს და გვეტყვის თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება უქმეებზე. დიადო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა კობა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად არის. დილა დაიწყო ჩვენთან ერთად გისურვებთ რა თქმა უნდა სასიამოვნო დღეს საქართველოში მზიანი დღეა მოსალოდნელი დასავლეთში 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთში კი 14-15 გრადუსი მაქსიმალური ტემპერატურას გულისხმობთ ამ მომენტისთვის ბათუმში 13 გრადუსი სითბოა და 8-9 გრადუსით მოიმატებს აირის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს 90 წლის იუბილეა უნივერსიტეტის ამიტომაც სწორედ მომდევნო ჩართვა ჩვენს მეგობარს ანას ეკნება ზუსტად ამ ლოკაციიდან და ვილოცავ ყველას ამ მშვენიერ დღეს ყველა სტუდენტს ვინც აქ სწავლობდა მათ შორის ჩემს თავსაც და ყველა ლექტორს რომელიც აქ მოღვაწეობს მუშაობს და დილას იწყებს ამ მშვენიერი დაწესებულებიდან ყველას ვუსურვებ წარმატებებს და რაც შეეხება დღევანდელი დღის პროგნოზს როგორც უკვე აღვნიშნე ანტიციკლონის გავლენით საქართველოში დღეს მზიანი ამინდი იქნება და არსად არ მოიღრუბლება იქ არის აღმოსავლეთის ქარი რომელიც ღამის ტემპერატურას ცოტათი კიდევ უფრო დაგვითბობს უახლოეს დღეებში და ღამითაც წესით უკვე ისე აღარ უნდა შეგვცვლიდეს როგორც გასულ დღეებში 1 დეკემბერს რა თქმა უნდა ჩვენელ შაბათს დეკემბრის პროგნოზს გავეცნობით ტრადიციულად თვის პირველ რიცხვში თუმცა მანამ გეტყვით წინასწარ რომ მიუხედავად იმისა 1 დეკემბერს გაგვიალდრდება საერთო ჯამში დეკემბერი იქნება საქართველოსთვის თბილი და ნაკლებად იქნება ყინვიანი და სუსხიანი. ნუ ზამთრის თვეა, რას ვიზამთ, ბევრ თოვლი შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ თოვლი ნამდვილად უხვად იქნება ზამთრის კურორტებზე, მაგრამ არა დაბლობსა და ბარში. ეს რაც შეეხება და დეკემბრის პროგნოზს წინასწარ რომ დაგეგმოთ, ვინაიდან საკმაოდ ხშირად ვრცელდებოდა, როგორც ხდება ხოლმე დეზინფორმაცია ყოველი ზამთრის დასაწყისის წინ, რომ წელს იქნებოდა უჩვეულოდ ზამთარი, ყოველ შემთხვევაში ეს გრძელვადიანი პროგნოზით ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს. გადავხედოთ ახლა უკვე ტემპერატურას
ტემპერატურულ ფონს დღეს 21 გრადუსი იქნება ბათუმში, როგორც უკვე მრავალჯერ აღნიშნე და მზიანი ამინდი, 19 გრადუსი ქობულეთში, ქედაში 18, შუახევში 17 და ხულოში 15 გრადუსია მოსავალბნელი დღეს და მოსავალბნელია მზიანი ამინდი. 10 გრადუსი იქნება გოდერძის უღელტეხილზე და მზიანი დღე. ოზურგეთში 20, ურეთში 21, ლანჩხუთში 20, ჩოხატაურში 19 და ბახმაროში +13 გრადუსი იქნება. აღარ ვაკონკრეტებ, მზიანი ამინდი იქნება ყველგან. რაც შეეხება დღეს ფოთს 21 გრადუსი ანეკლიაში 19 სოხუმშიც ასეთივე ტემპერატურაა ზუგდიდში კი 21 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში 22 გრადუსია კოპიტნარში მოსავალბნელი ქუთაისში ასევე 22 გრადუსი იქნება მოსავალბნელია უმეტესად უნალექო ამინდი საირმეში 18 მესტიაში 14 ბორჯომში 15 და ბაკურიანში +11 გრადუსია მოსავალბნელი და მზიანი ამინდი იქნება აბესთუმანში 11 ახალციხეში 12 გორში 13 ცხინვალში 12 დედაქალაქში 14 და თელავში +12 გრადუსია მოსავალბნელი და ეს ცოტათი განსხვავებული დღის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის გამოიწვევს აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე პრინციპში იმერეთისთვის ასევე გურიის მაღალმთიანი სოფლებისთვის 17-22 მეტრი წამში ნამდვილად არ არის ძლიერი და რაღაც განსაკუთრებული ქარი, მაგრამ ტემპერატურას ნამდვილად მოამატებს აღმოსავლეთის ქარს ეს ახასიათებს წლის ამ პერიოდში და ასე შენარჩუნდება მომდევნო უქმეებზე. შაბათ-კვირა საქართველოში იქნება მზიანი, თბილი, მშრალი და შესაბამისად უნალექო აქვე აღნიშნავ იმასაც რომ ვინაიდან ჰაერში ნაკლებია ტენიანობა აღმოსავლეთის ქარიქრის დასავლეთ საქართველოში და ირგვლივ ფოთლები უკვე გამხმარია ძალიან მაღალი ალბათობა იმისა რომ ტყეში გაჩნდეს ხანძარი ამიტომაც გაითვალისწინეთ ის რომ გადაადგილების დროს ბუნებაში ნაკლებად გამოიყენოთ ასანთი და ისეთი ნივთიერებები რომელიც ცეცხლის გაჩენას ხელს უწყობს. ასეც ხდება ხოლმე ნოემბერშიც ამდენხნიანი უნალექო ამინდით შეიძლება გქონდეს. ეს ნამდვილად არ არის უჩვეულო, ვინაიდან ნოემბერი ხშირად გვაქვს ჩვენ კარგი, უბრალოდ წელს ძალიან გაგვიგრძელდა უნალექო და მშრალი დღეები, რაც ვფიქრობ, ცუდი ნამდვილად არ არის და ყველა ვისი ამოვნით შემოდგომის ბოლოთვის ამ დიდებული დღეებით. გისურვებთ სასიამოვნო დღეს, ბედნიერ უქმე დღეებს, ორშაბათს ალბათ წვიმიანი ამინდის ფონზე შევხვდებით, ვინაიდან 1 დეკემბერს საქართველოში იწვიმებს, მაგრამ საერთო ჯამში დეკემბერი იქნება თბილი. ბედნიერად აბა დაგემშვიდობებით ორშაბათამდე. გემშვიდობებით ყობა, ორ დღეს გაუძლებ წვიმას, ისე შევეგუეთ და ისე გვსიამოვნებს ეს ამინდები, რომ არ ვიცი როგორ უნდა მივიღოთ ის ინფორმაცია, რომ შესაძლოა გაავდრდეს და აცივდეს ჩვენს ქალაქში, მაგრამ ნუ ამინდია, დიდი მადლობა შენ, გემშვიდობებით ორშაბათამდე, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. ვაგრძელებთ გადაცემას და უნდა შევიხედოთ სოციალურ ქსელებში ერთადავსყოლოდ გავიგოთ რა მნიშვნელოვანი ამბები ხდება იმ სამყაროშიც მნიშვნელოვანია ამას რა თქმა უნდა ყველაზე აქტუალური თემები ანა შამილაძე გვაცნობს და ანა გისმენთ ამჯერადად ჩვენ ვებსიახლეები დილის ტალღაში ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი გახმაურებული ფილმის ეგზორცისტის ახალ ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას. საშინელებათა კლასიკის ახალ ფილმს მაიკლ ფლენეგანი გადაიღებს, გადაღებები კი ნიუ-იორკში გაიმართება. სკარლეტ იოჰანსონის თამაში ყოველთვის დამატყუებელია, მისი პერსონაჟები ნამდვილი და ბუნებრივი არ აქვს მნიშვნელობა ის მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მონაწილეობს თუ დრამაში. სკარლეტთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, განაცხადა მაიკლ ფლენეგანმა. ახალ ეკრანიზაციის გადაღებებს იუნივერსალი უზრუნველყოფს, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, ასევე უცნობია, როდის გამოვა ის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფლენეგანი გამორჩეული და წარმატებული რეჟისორია, საშინელებათა ჟანრში ფილმი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ეგზორცისტის პირველი ფილმი 1973 წელს გამოვიდა და 451 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა მის შემქმნელებს. ის დღემდე რჩება საშინელებათა ჟანრის კლასიკად და ამჯერად ახალ ეპიზოდში სწორედ სკარლეტ იოჰანსონი იქნება ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი.
გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მის იამაიკა გაბრიელ ჰენრი მის სამყაროზე გამოსვლისას მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა მოდელი სცენიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც პრელიმინალური საღამოს კაბების რაუნდზე გამოდიოდა. მოდელი საკაცით აიყვანეს და სასწრაფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ გაბრიელ ჰენრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკურსის ორგანიზაციის პრეზიდენტმა რაულ როჩამ ისაუბრა. ბოლო 4 დღის განმავლობაში რთული მომენტები და მოულოდნელი გართულებები იყო, თუმცა გაწეული შესანიშნავი სამედიცინო დახმარების წყალობით ყველა პრობლემა წარმატებით მოგვარდა. დღეს სიამოვნებით გაცნობებთ, რომ გაბრიელ ჰენრი კარგადაა და საავადმყოფოდან მალე გაეწერება, აღნიშნა რაულ როჩამ. ორგანიზატორის თქმით, 28 წლის მოდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამაზე საუბარი მხოლოდ გაბრიელ ჰენრისა და მისი ოჯახის გადასაწყვეტია. როგორც რაულ როჩა აღნიშნავს, მოდელის მკურნალობის ხარჯები სრულად საკუთარ თავზე აიღეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გოგონას დროული დახმარება მიიღო. ჩვენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მალე კლინიკიდან გაეწერება, ამბობს კონკურსის ორგანიზატორი. კონკურსის მის სამყარო 2025 ინფორმაცია წელს მედიის გვერდებზე არაერთხელ მოხვდა ფინანსური დავებისა და ჟიურის ერთ-ერთ წევრთან კონკურსანტის რომანის პარალელურად ყველაზე დიდი სკანდალი მექსიკელ მონაწილეს უკავშირდებოდა. მთავარი ტიტულის მფლობელი მექსიკელი მოდელი ფატიმა ბოში გახდა, თუმცა იქამდე გოგონა ერთ-ერთი ორგანიზატორის მხრიდან ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფატიმამ დასპონსორებულ ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. გოგონა ორგანიზატორმა დარბაზიდან გააგდო და სულელი უწოდა, თუმცა ფატიმას მხარი არაერთმა კონკურსანტმა დაუჭირა და საბოლოოდ მის სამყაროს ტიტული მას მიენიჭა. და კიდევ ერთი ინფორმაცია, ნიუ-იორკში დატვირთული სამოდელო გრაფიკის შემდეგ და დასრულების შემდეგ ჯიჯი და ბელა ჰადიდები ლოს-ანჯელესში გაფრინდნენ, რომ ნახევარდის ალანა ჰადიდის ქორწილი აღენიშნათ. ალანა ემის მფლობელ პროდიუსერზე როს უილიამსზე დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია მათი მამის მოჰამედ ჰადიდის კერძო რეზიდენციაში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა. ალანა ჰადიდმა ვივიენ ვესტვუდის ვინტაჟური კაბა მოირგო. საქორწინო ცერემონიას ანვარ ჰადიდიც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ ჰადიდს იოლანდა ჰადიდისგან 3 შვილი ბელა, ჯიჯი და ანვარი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან კი მამაკაცი 2 გოგონას, ალანასა და მარიელას მამაა. მოჰამედს კიდევ ერთი გოგონა აიდა ნიქსი ტერი ჰეტფილდ დალისგან ჰყავს. ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა მწვანე ფერის ულამაზესი კაბები აერჩიეს და ოქროსფერ აქსესუარებს მიანიჭეს უპირატესობა. სხვათა შორის რატომღაც სამივე გოგონა ფეხში შველი იყვნენ, ალბათ ესეც რაღაცა საერთო ხაზის ნაწილი იყო. ანვარა კი ნაცრისფერი შარვლისა და პიჯაკის კომბინაციაში იყო, ასე ვთქვათ. ჯიჯი და ბელა ჰადიდები დისქორწილში ვიქტორია სეკრეტის შოუდან რამდენიმე დღის შემდეგ გაფრინდნენ. მათ ნახევარდებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ბედნიერ მომენტებსაც ერთად იზიარებენ. აღსანიშნავია, რომ ალანა ჰადიდს კინო წარმოების საკუთარი კომპანია აქვს. აი ესეთი ამბებია ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ კი ახლა ვაგრძელებთ გადაცემას და დრო მოვიდა ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი ფავორიტი რუბრიკისა, რომელსაც ქვია ძველებური ამბები და რომლის ავტორი და წამყვანიც გახლავთ ჩვენი კოლეგა მელანო ბალაძე. იგი როგორც წესი ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიზიარებს და სტუმრობს ხოლმე ხანდაზმულ ადამიანებს და სწორედ მათ ისტორიებს უზიარებს მაყურებლებს. ნახოთ რუბრიკა ძველებური ამბები. მე ვარ თეიმურაზ ბჟავანაძე, 78 წლის, დაბადებული 1957 წლის 19 ივნისს კომის ავტონომიური რესპუბლიკაში, სოფელი ბოჟაელი. იქ საიდან მოხვდი? 1937-ში მამაჩემი დააპატიმრეს, მიუსაჯეს 10 წელი. ბანაკში იყო გადასახლება, კიდე სხვა გადასახლებულები ცხოვრობდნენ, რაღაცა ოღონდ სხვაგან.
ეს იყო ბანაკში. დედაჩემი ამ დროს იყო ლატვიაში, სინაიდას ასტერი. ჟურნალისტად მუშაობდა ლატვიური გაზეთის რედაქციაში. დააპატიმრეს იმის გამო, რომ თანამშრომლობდა გერმანელებთან, ასე ითვლება, რომ გერმანელების ოკუპაციის დროსაც მუშაობდა. 1945-ში ომი რო დამთავრდა, ბანაკები გაივსვა, ადგილების აღარ იყო, ვინც საბჭოთა მხრიდან მებრძოლები ტყვიათი მოხდნენ, ისინი რომ გაანთავისუფლეს და ამ ტყვეობიდან დაბრუნდნენ, მოხდნენ ბანაკებში. შედარებით რეჟიმი შესუსტებული იყო და ამით ისარგებლა მამაჩემმა და დედაჩემმა და შეუყვარდათ ერთმანეთი და დავიბადე მე. ერთად ცხოვრება და ცალკე ოჯახური სიტუაცია, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო. იყო ბანაკში ბავშვთა სახლი. მგონი 12 ბავშვი ვიყავით, სადაც ეს ბავშვები იყვნენ, უვლიდნენ ძიძები. ჩემი ძიძა ბავშვთა სახლში იყო ესტონელი ქალი ლურე კალასი, რომელიც ძალიან კარგად ქსოვდა. და როცა უკვე დედაჩემს უნდა წამოვეყვანა, მომიქსოვა ტანსაცმელი. მაგრამ აი ეს არის ჩემი პირველი ტანსაცმელი და პირველი სურათები. ისიც ცოცხალი დაბრუნდა ესტონეთში ცხოვრობდა ტალინში. და ბავშვთა სახლში დედაჩემი იმნახულობდა, მამაჩემი კაცების ბანაკში იყო, მაგრამ მამაჩემი აგრონომი იყო და რაღაცა თავის საქმეებს აკეთებდა. ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი და საერთოდ ბანაკებში წყნარი ბავშვებია. მშობლებთან არიზდებიან და ეს ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს. სხვადასხვა ბავშვთა ბანაკები რო იყო გერმანელების დროს, ბავშვები არ ლაპარაკობდნენ. სიზმარში ვნახე ის ბარაკი. მივხვდი რომ ის იყო. რა თქმა უნდა მეტი არაფერი არ მახსოვს, მაგრამ გზასად გადიოდა როგორი იყო ბარაკი, ეს ვნახე სიზმარში. ეთქობა ტვინში რჩება რაღაც ნალექი, მაგრამ ბედს არ ვემდური. ყოველ შემთხვევაში ცუდი მოგონებები არის, მაგრამ ვივიწყებ. ვცდილობ და ვივიწყებ. $1958 წლის ბოლო იყო 59 წლის დასაწყისში დაახლოებით საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა რუზველტის წოლი, რომელიც დაინტერესდა ქალების ბედით და გაიგო, რომ გადასახლებული და დაპატიმრებული ქალები, ვინც იყო და შვილი ყავდათ, აგრძელებდნენ სასჯელის მუხტას და მოითხოვა, რომ გადაეხედათ ამ საქმეებისთვის და დედაჩემი გამოუშვეს და გამოატანეს ჩემი თავი. შემოუთვალა ოჯახში, რომ შვილი შეეძინა ბებიაჩემს. ბებიაჩემს 5 ვაჟი ყავდა, და არც ერთი შვილი ბიჭი არ ყავდა. მამაჩემი პატიმრობაში ჩამოსვლის იმედი უკვე არავის არ ჰქონდა. ბებიაჩემ ჩამოაკითხა დედაჩემს და წამომიყვანა სახლში იმასთან. დედაჩემი რომ დაიჭირეს, უკვე ყავდა 2 შვილი. ჩემი და 34 წელში დაბადებული და ძმა 37 წელში დაბადებული. დედაჩემს ის 2 შვილი მოსანახი ყავდა, ჩემამდე ვინც ყავდა. ჩემი და აღმოჩნდა ერთ-ერთ ნათესავთან ციმბირში, ჩემი ძმა ბავშვთა სახლში, ეისკში, მონახა ორივე და წაიყვანა რიგაში. და უნდა ჩემი წაყვანას, მაგრამ ბებიაჩემმა თქვა, რომ აგი ერთი დაგვრჩავო და მეტი არავინ არ არისო და დათანხმდა იმაზე, რომ დამტოვა აქა და მამიდამ და ბებიამ გამზარდეს. 55 წელში გაფრინდა ეს მამიდა ჩემის მხრიდან ნაშვილობა და გვარი და ყველაფერი. ბიძოლაჩემი და ბიძაჩემი იყვნენ იმ ოჯახში და ბიძაჩემს უძახოდი მამას. იმიტომ ბიძაშვილები ისე უძახოდნენ. დედას არავის არ უძახდი. და მამაჩემი გაათავისუფლეს 57-ში. იქიდან წამოიყვანა ვიღაცა ქალი, რომელიც რამდენიმე თვეში გაუშვა, მერე კიდე სხვა მოიყვანა. იქ არ მიცხოვრია, მაგრამ სტუმრად მივდიოდი. მშობელი სხვა, მამიდა და ბებია კიდე სხვა, ხო ყველას თავისი ადგილი აქვს. ეს თარო იყო цаრიელი ფაქტურად ასე გამოდის, ხო? ეს მე ვარ რიგაში. აი მაშინ რო ჩავედი 55 წელში, ეგ ვარ 8 წელს მაშინ ვნახე. დედაჩემი საქართველოში არ ცხოვრობდა, ჩამოდიოდა ხშირად. ბებიაჩემს ძალიან აფასებდა და მამიდაჩემს. კონტაქტი არ შეუწყვეტია ჩვენთან, მუდმივად, სიკვდილამდე ჩვენთან. ბებიაჩემი, ბიძოლაჩემი, მეზობლები შეიკრიბნენ. ჩემი ძმა შესანიშნავი ადამიანი იყო, მეცნიერი ბიჭი. დასთან ახლა რიგაში რო ჩავდიოდი, ყველანაირად ცდილობდა, რომ კულტურულ წრეებში ყოფილიყავი, თქვა, ლიეპა გამაცნო, ვიარტმანე გამაცნო. ძალიან ბევრი საშუალება მქონდა მისი დახმარებით მენახა კარგი სპექტაკლი, თქვა, საბალეტო სპექტაკლები, გამოფენები, დახურული ჩვენებები. სკოლაში როცა ვიყავი, ცეკვავდი.
61 წელი იყო, 14 წლის ვიყავი. ჩამოვიდა ბათუმში სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ლილე კირაძე იყო ცნობილი დირიჟორი. უკრავდა ჩემი ტოლი გოგო. ვიოლინოზე ორკესტრთან ერთად და ჩემი გამზდელი მამი და მეჭი და გვერდზე კონცერტზე. და ნახეო როგორ უკრავსო, შენი ხნის გოგოაო. ის გოგო ლიანა ისაკაძე იყო და მე თემური მშავანაძე ვერ დაუკარი ის. ჩავეკა. კვარტეტი შექმნით ფაკულტეტზე. ავტომატიკის ფაკულტეტი იყო. თვითმოქმედების დათვალიერება რო იყო, გამოდიოდი სხვადასხვა ღონისძიებაზე. ახლა საზოგადოებრივ მაშინ არ დადიოდნენ, ვინ გაგიშვებდა. შემდეგ რო დავამთავრე ინსტიტუტი, ჩამოვედი ბათუმში და აქ იყო მაშინ ვაჟთა კვარტეტი ადილა. ამ დროს ისეთ სამსახურში ვიყავი, კონკავშირის ქალაქკომის დივანი ვიყავი და ყველა მიმანიშნა რომ არასერიოზული საქციელია ქალაქკომის დივანი დღეს და მღეროდეს. უნდა აგერჩია ან ერთი ან მეორე. დავყევი ეს კონკავშირში, რაც უფრო მეტი თანამდებობა გაქვს, უფრო მეტი საშუალება გაქვს სიკეთის კეთების და კარგი რამის გაკეთების და მაშინ მეტი შემეძლო. ნახო რას ვკითხულობდი. აქ ვიყავ. ამდენი წიგნი რო იყიდო ბიბლიოთეკაში, შენობაში რამ ხელა ადგილი გინდა და რა თანხა დაგიჯდება. რობჭა მაშინაც ვკითხულობ. მაქვს ელექტრონული წიგნი, რომელშიც 3000 ეგზემპლარია. სულ რო წიგნი არ ეკითხო და არ მოგბეზრდეს, ჟურნალებს ვავსებ. აბობენ გული არ ბერდებაო და გულიც ბერდება და ტვინიც ბერდება. არ უნდა მისცეს საშუალება დაბერდეს. ჩემი ასაკის კაცი შეეკითხა ბრძენს რომ კაი დღე რომ მქონდეს რომ გავიგვიცებო რა ჯობია მარჯვენა ფეხი დაუდგავო თუ მარცხენაო. შენი ასაკის კაცი რომ გეიგვიძებს და ადგომას მეინდომებს უკვე კაი დღე გაქო. ესე ვარ. არაფერს არ უნდა. თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ზუსტად იგივეს გავაკეთე. დაუბრუნდით ეთერში. მადლობა მელანოს საინტერესო ისტორიებისთვის. ასაკი რომელშიც იყო მელანოს მე რესპონდენტი, მე ვფიქრობ რომ სულაც არ არის დიდი ასაკი, იმიტომ რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 21 საუკუნეში ძალიან გაიზარდა. სპორტულმა ცხოვრებამ, გაზრდილმა ცნობიერებამ ჯანსაღი ცხოვრების მიმართ სწრაფვისა, მოკლედ შეცვალა ზოგადად ქართული მენტალობა ამ კუთხით და ადამიანები ფიზიკური აქტივობით და სხვადასხვა ტიპის ჯანსაღი ცხოვრების წესით ახერხებენ, რომ უფრო და უფრო გაიახალგაზრდავონ ცხოვრება და სიუჟეტის გმირი, რომელსაც ახლა გავიცნობთ, სწორედ აი ესეთი ადამიანია. კი, დამეთანხმებიან ალბათ, ბათუმში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცივი ამინდის გამოწვევებს არ უშინდებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბატონი თემურ შუბითიძეა, ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვეუბნება, რომ ნებისყოფას, ესე ვთქვათ, მონდომებასა და საკუთარი სხეულის მოსმენას შეუძლია ადამიანის სუსხიან ზამთარში სხვაზეც კი ჩასვლა და ამ გამოცდილებას გვიზიარებს სიუჟეტის გმირი. ვნახოთ სიუჟეტი და მალე დავუბრუნდებით. დილას, როცა ზღვისპირა ქუჩებიც არიელია, ერთი ადამიანი ყოველდღიურად არღვევს რუტინას. 72 წლის მამაკაცი, რომელსაც სხვა ცხოვრების ნაწილად აქვს ქცეული, დილას ყოველთვის ერთნაირად იწყებს. მისთვის ეს აბსოლუტურად არ არის ექსტრემალური გამოწვევა, არც სეზონური ჰობი. ეს არის ცხოვრების სტილი, რომელსაც უკვე წლები ამყარად მიჰყვება და რომლის გარეშეც მისი არსებობა წარმოუდგენელია. როგორც ბატონი თემური გვიამბობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აუცილებელი გახდა დაკავებულიყო ფიზიკური აქტივობებით. 50 წელს როგორც კი გადავწდი, რაღაც ვიგრძენი, რომ ის აღარა ვარ, რაღაც დავმძიმდი. მე გავიგე, რომ აუცილებელია მოძრაობა. მე სადღაც სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, 5 ძირითადი ნიშანი. პირველ ადგილზე უმოძრაობა. ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად მიდიოდა ჩემი საქმე ჯანმრთელობის მხრივ და დავიწყე მოძრაობით. თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ესე იგი სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობდი და აშკარად გადავედი უცებ. იმას მითხრა, დატვირთვა უცებ არ შეიძლება. დავიწყე სიარული და აი უკვე 22 წელია ამ ცხოვრების წესით ცხოვრობ. დავდივარ ძალიან ბევრს. 15 კილომეტრი არის საშუალო ჩემი. აი გავდივარ აეროპორტში, გამოდივარ პორტში. შემდეგ აუცილებლად წყლის აბაზანები, ცურვა.
მისი ყოველდღიური რიტუალი ცხადყოფს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. თავარია, როგორი დამოკიდებულებით უყურებს ადამიანი საკუთარ სხეულსა და ცხოვრებას. ასაკს ვეუბრძნობ, 72 წელს ვარ და 25 წელი ხდება. ზამთარში ბასეინი, ზაფხულში ზღვა და აი დღემდე ზღვაში ვცურავ, დღემდე. ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრო, თუ კიდე ჯანმრთელი იყო. თუ ჯანმრთელი არ ახარ, ხო, აი არაფერს აზრი არ აქვს რა. არც ხალისი გაქვს, არც რა ვიცი, აი ცხოვრება რაღაც სხვანაირად გეჩვენება და ახლა მე თითქოს თავიდან დავიბადე რა. მისთვის სხვა ენერგიის უშრეტი წყაროა, მოძრაობა სიცოცხლის გზა, მედიტაცია კი მენტალური სიმშვიდის ფორმა. მისი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს მამოტივირებელი წყარო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯანმრთელობის, ენერგიისა და საკუთარი თავის გაძლიერების გზას ეძებს. არის რა, ბათუმში რო პირობებია, იმ ხრივ რო ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრებ, მე მგონი არსად არ არის რა. ჩემ ახლობლებს, რა ვიცი, სულ ყველას ვეუბნები რომ ნახე არა, მოსწოთ ეხლა რომ დამინახე რაღაც ფიზიკურად კარგად რაღაც. თქვენ ეს არ მოდის რა, უნდა შეცვალო. რადიკალურად უნდა შეცვალო. 50 წლის მერე მით უმეტეს. თუ ახალგაზრდობაში დაკარგავ ჯანმრთელობას, მე ძალიან ძნელია რა და ძალიან ცოტა ხალხი დადის ეხლა რა, მე ზაფხულში 6 საათზე გამოდივარ. ეხლა დღე რო შემცირდა და რაღაცა სადღაც 7-8-ზე აქა ვარ რა. ჩემი ასაკის ხალხი უფრო და ახალგაზრდები რატო არა? 72 წლის თემურ შუბითიძე ადამიანებს უფრო და უფრო მეტი მოძრაობისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ მოძრაობა არის სიამოვნება და შინაგანი თავისუფლება. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ აქტიურნი, მაქსიმალურად ჩაერთონ მსგავს აქტივობებში და თავად გამოსადონ ის ძალა, რაც ამ პროცესს მოაქვს და რაც ცალსახად ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ესეთი ამბები არა მხოლოდ мотиваცია ეს ადამიანი არა მხოლოდ თავისი ასაკის ადამიანებისთვის, არამედ ჩვენი ასაკის ადამიანებისთვისაც და სიუჟეტის ავტორი არის ჩვენი გადაცემის სტაჟიორი, არაჩვეულებრივი გოგონა კონცელიძე ლიზი კონცელიძე, კეთილიშვილით შემსურდა სიუჟეტის გმირის იმედია, მეც მასე გამოვიყურები, როდესაც მაგას მივაღწევ ესე. შესანიშნავი სხვა გვაქვს და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. კამერის მიღმა საუბრობდით, ბოლოს როდის იყავი შენ წყალში ესეც უთხრათ მაყურებელს. წელს თუ ზოგადად? ზოგადად, აი ყველაზე გვიანი ჩემი ზღვაში ჩასვლა იყო 19 იანვარი. 19 იანვარი. ნათლისღების ღამეს ჩავედი და არაჩვეულებრივი შეგრძნება ყოველას გირჩევთ, იმიტომ რომ ნამდვილად აქვს აი ამ რიტუალს ის შეგრძნება რომ თითქოს ახლად იბადები. კი. მოკლედ რადიოს დრო მოვიდა ჩვენს ეთერში ახლა რადიო ტალღებით პირდაპირ ეთერში ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება. კომპეტენტური პასუხი მაია ვარშანიძესთან ერთად. ერთხელ მოძებნა და გააჩერე. ბათუმი FM 104.5. ქობულეთი FM 96 და 1. ქედა FM 106 და 1. შუახევი FM 106. ხულო FM 104 და 1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმებით. რადიო მსმენელებს 9 საათი და 36 წუთი ახლა საქართველოში. დღეს პირველად მივესალმებით უკვე ტელემაყურებელს წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 30 ნოემბერს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს ოქროს წიწილა მზადებაა პრემიერისთვის. დილის რადიოს სტუმრები არიან რეჟისორი კობა ფაცურია და მსახიობი სოფიო ცინცაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ბატონო კობა თქვენი დავიწყოთ დასაწყისში, ანუ სპექტაკლზე მოგვიყევით, როგორ მოხდა ამ სპექტაკლის შერჩევა და რა იყო რამ განაპირობა ეს არჩევანი? ეს სპექტაკლი იყო დადგმული 1984 წელს და ქონდა კარგი მიღება ბავშვებიდან და მაშინ თამაშობდა ვახტანგ გიგინეიშვილი თეატრში. გამახსენდა რომ ასეთ პიესა არსებობს. და მოდონ ირაკლის უთხარი რომ არის პიესა რა თქმა უნდა გაფუძნდეს. საბავშვო არის, ბავშვებს უხარიათ. მანაც წაიკითხა
პიესა და დამთავრდა იცით მეორე დღეს ვთქვა კი. და დავიწყეთ მუშაობა. შევარჩიეთ ჩვენი მსახიობები, ცოტა ახალგაზრდები, მაგრამ მე ვიცი ამათი კაბარეტები რა ცნობებით არიან, თან მუსიკალური განათლებით არიან. სამი პერსონაჟი არის, სამივე მღერის, შეშანიშნავად და დავიწყეთ მუშაობა. და მივაღწიეთ იმას, რომ 30-ში მოექნება პრემიერა. და თორე რა მოგვიყევით მუშაობის პროცესზეც? მუშაობა, ყველანი მსახიობები ვართ, ჩვენ და დიდი დაძაბულობა და რაღაც ასეთები არა, ვიღაცას არ ცალია, ვიღაცას როდის ცალია, ვიღაცას როდის რა უნდა და ასე სიცილით და მეგობრობით მივიყვანეთ ბოლომდე დავშა 2 დღე. და გითხარით ვინ არის როლზე შერჩეული, რა როლზე ვინ ასრულებს რომელსაც? სამი მსახიობი რა. დიახ, სამი არის. არის ოქროს წიწილა არის სოფო. დიახ. მელი არის მერი. და დიასამიძე და მგელი არის მინდია ჩოხარაძე. სულ სამი მსახიობით შემოვიფარგლეთ ჩვენ. თქვენ აღნიშნეთ სიმღერის ნიჭი და ანუ სპექტაკლი მუსიკალურია? კი, საკმაოდ. არის ხო მუსიკალურია. კი ბატონო. მე მგონი არა ვიცი რომ ნამდვილად ვიცი რომ ბავშვები ესაკასო სპექტაკლად დარჩება. ძალიან კარგი. და თქვენ ახსენეთ რომ ანუ თქვენ მსახიობიც ბრძანდებით და რეჟისორი და რომელი უფრო საპასუხისმგებია? ეს რეჟისორობა. იქ თავისუფლად ხარ, გინდა არ იტყვი, აქ უნდა თქვა. ანუ თქვა არის ის უფრო სერიოზულ ხდის ამ ამბავს აუცილებლად. ჩვენც დამოკიდებული ვართ რეჟისორზე. არა, გისმენთ. ანუ ბატონიკობა ძალიან კარგ სასარგებლო რჩევებს გვაძლევს ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ კობა არის ძალიან კარგი მეთოჯინი და გჯერა. მისი და ვღებულობთ. სხვანაირად არ იქნება, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება აქვს მუშაობის და ასე რომ ერთობლივად, აი როგორც აღნიშნა, მეგობრულად ნაბიჯ მივედით აი აქამდე რომ 30-ში ვთამაშოთ პრემიერას. და როცა მიიღეთ შეთავაზება როლზე ოქროს წიწილა, აი ეს ემოცია გიხართ და როგორ მიიღეთ? თავად სამუშაო პროცესი როგორია? იცით, გარეთ შემხვდა კობა, შევდიოდი თეატრის კარები გამეღო და შემხვდა ბატონიკობა და მეუბნება რომ სოფო თქვენ იქნებით სპექტაკლში დაკავებული. მე ხა მსახიობისთვის წარმოიდგინეთ, ხა მსახიობს რა უნდა, ხო? თეატრში როლი. თან ოქროს წიწილა იყო დადგმული ჩვენს თეატრში და რეპერტუარში იყო 1984 წელს დავიბადე მე. და ამდენი ხნის შემდეგ მე ვთამაშობ ახლა ოქროს წიწილას. ანუ რაც შეეხება სამუშაო პროცესს არის ძალიან ზეპირად მახსოვდა ეს სპექტაკლი. ისე მომსდანახე. თავისი პეპლების მოფრენიან ყველა. დიახ. ისე მხატვრულად ყვებოდი ამას აუდიო ჩანაწერის ასწავლოს. კარგია რომ გახსოვთ. უნდა მობრძანეთ აუცილებლად. მე თვარეშვილები აუცილებლად მოვლენ. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, აი მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შინაურულად მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ კობასთან გვაქვს ძალიან თბილი ურთიერთობა, აი სახელით მიმართავთ, არ გაგიკვირდეთ. იმიტომ რომ არაერთ სპექტაკლში ვიმუშავე ერთად, როგორც პარტნიორებს და ვიცით ასე თუ ისე ვიცნობთ ერთმანეთს და შინაურულად, მეგობრულად მიდის ეს ყველაფერი. არანაირი დაძაბულობა, ძალიან თავისუფლად. მადლობა ბატონო კობა. პრემიერას ახლავს რამდენჯერც არ უნდა იდგეს სცენაზე, რამდენი სპექტაკლიც არ უნდა გააკეთო პრემიერას, ყოველთვის ახლავს მღელვარება და აი ამ მღელვარებაზე და მოლოდინზე გვითხარით ბატონო კობა, თქვენ გვითხარით ჯერ. რამდენი წლიანი პაუზის შემდეგ ასეთი არ მინდა რომ ესენი ღელავდნენ ახლა პრემიერის წინ მაინც ხო არის დაძაბულობა რაღაცა. არ მინდა რომ კონდენ ეს დაძაბულობა აფუჭებს რაღაც სპექტაკლის შინას თუ არა რაღაცას მაინც აფუჭებს. ღელვარება თავისებურად მეტყველებაზე, ყველაფერზე მიდის და იმდენად თვითონ მინდა ეს ყველაფერი შევქვა რომ არც უნდა იღელო. იმიტომ რომ ყველაფერი არის ბზად არის გაკეთებული. საღელავი, მაგრამ მაინც უნდა იღელოს, იმიტომ რომ ვერ გამოვა ესე. იმიტომ მე ხო ყოფილვარ და ვარ სცენაზე. შესული წინ
მუხლი მაინც მეკანკალებს. რამდენიც ეს პასუხისმგებლობის მღელვარებაა. და მაყურებელთან შეხვედრის ემოციაა. თან არა ერთჯერ გვითქვამს რომ ბავშვები ყველაზე ასეთი ობიექტური შემფასებლები არიან. ფესარნაბადიებს ბავშვები, იმიტომ რომ შეიძლება დაგიტოვოს დარბაზი და გავიდეს. იტირებს და დაგიტოვოს დარბაზს გავა. არ მოეწონება. და ინდა არ გინდა აიყვანო და ხელში და არ უნდა დაუშვა ქვეყოთ. და მაშინ დამადებულია. დიახ, და ქალბატონ სოფიო თქვენს მოლოდინზეც გითხარით. მოლოდინი რა თქმა უნდა კარგი მაქვს, იმიტომ რომ არ მინდა რაღაც სხვა რაღაცებზე ვიფიქრო, იმიტომ რომ არის საბავშვო, ფერადი, მუსიკალური ის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რაც არის სპექტაკლში, აუცილებლად მიიღებს ბავშვები და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რა. რა თქმა უნდა ვღელავთ, ღელვის გარეშე არ შეიძლება ბატონო კობა. იმიტომ რომ თქვენ მსახიობი ხართ და იცით. იცით რა, რაღაცა ერთგვარი ღელვა უნდა არსებობდეს. ახლა სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ იმდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ მსახიობებს რეჟისორს, რომ ამის გარეშე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება. მაგრამ რაღაცა ჩვენი რაღაცები გვაქვს შიგნით, რითაც ღელვას შემდეგ გადის. იცით, როცა იწყება სპექტაკლი, არის ეს ღელვა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა გადის. რეჩვევი. და მუსიკა ვახსენეთ და ამ 84-იანებიდან შემორჩენილი ალბათ არ იქნება, ანუ ახალი ინტერპრეტაცია მოხდა ამ ყველაფრისა და ამასაც გითხარით. არ მithქვამს ის რომ ეს კი არა აღვადგინეთ ჩვენ. დიახ. თავიდან სახიობები სხვა, თოჯინები სხვა არის, მუსიკა სხვა არის, დეკორაცია აბსოლუტურად ახალი არის და ვინ იმუშავა ყველაფერზე, ესეც რო გითხრათ, მუსიკა, დეკორაცია. იმუშავა გოგელიამ, მხატვრობა გააკეთა, ჩვენ ამ მხატვრობა გიამ მოგიდიძე. და მე მგონი კარგი რაღაც უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა გამოვა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მზადება პრემიერისთვის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 30 ნოემბერს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს ოქროს წიწილა. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ რეჟისორი კობა ფაცურია და მსახიობი სოფიო ცინცაძე. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ტელემაყურებელს ვებშვიდობებით რადიოს მონათთან დაუბრუნდებით. მადლობა რადიოს, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი უნდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება. მოგეხსენებათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის ისტორიას სათავეს 1935 წლიდან იღებს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ ინფორმაციას სრულად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყვით. დიდი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის იდეა სწორედ 90 წლის წინ განხორციელდა. საქართველოში თუ იქნება მეორე უნივერსიტეტი, ის ბათუმში უნდა დაარსდეს. საწყისის სათავეს მე-19 საუკუნის მიწურულს 1893 წელს იღებს, როცა ქალაქ ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის იდეა ჩნდება, რომელიც ფუნქციონირებას 1897 წლიდან იწყებს. უნივერსიტეტი დაამთავრე 1989 წელს. ძალიან დიდი დრო არის გასული, 3 ათეულ წელზე მეტი, 36 წელი. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო უნივერსიტეტი, ეს იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების ძალიან ძვირფასი ნაწილი. პატარა უმაღლესი სასწავლებელი იყო, მას შემდეგ გაიზარდა, განვითარდა. 1900 წლის 26 სექტემბერს კი ქალთა გიმნაზიის დაარსების იდეა ჩნდება. უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების და მრავალფეროვანი აკადემიური ფონის მატარებელ დაწესებულებად იქცა, რომლის ორიენტაციასაც პროგრესისა და ინოვაციისაკენ სვლა წარმოადგენს. 1978 წლის 1 სექტემბერს შემოვდგის სწორედ აი ამ ფოიეში ფეხი. მას შემდეგ ნახევარი საუკუნის მანძილზე ეს უნივერსიტეტი არის ჩემი მშობლიური ოჯახი.
უამრავი დიდი მამულიშვილი აი ამ უნივერსიტეტ დამთავრებული გახლავთ, ისევე როგორც მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, შემდეგ ამ უნივერსიტეტის პროფესორი და ვინც კი ერთხელ ჩაისუნთქა აი ამ უნივერსიტეტის ჰაერი, ვინც კი ერთხელ ფეხი შემოდგა, მისი იდუმალი ხიბლისა და ჯადოს ქვეშ არის. 1935 წლის 13 ივნისს საქართველოს განათლების სახალხო კომისრის 413 ბრძანებით შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ვაჟთა გიმნაზიის შენობაში განთავსდა. ბედნიერება არის, როდესაც დილით სიხარულით მიდიხარ სამსახურში და ასევე სიხარულით ბრუნდები სახლში. ეთყობა ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე მიხარია მოსვლა უნივერსიტეტში, აქ ხდება ჩემი კოლეგები, ხდება ჩემი სტუდენტები, სხვადასხვა აქტივობები, მე სიხარულით მოვდივარ უნივერსიტეტში და ასევე მიხარია სახლში სიხარულით დაბრუნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, არ შემითვალოთ პათეტიკაში, პრაქტიკულად ეს ჩემი მეორე სახლია. თანამედროვე მრავალფუნქციური სივრცე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარისა და შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერაა. ფაქტორი, რამაც აქ ჩაბარება გადამაწყვეტნა, იყო ის, რომ იყო ძალიან აქტიური უნივერსიტეტი, გაცვლითი პროგრამების მიმართულებითაც, კონფერენციების, სემინარების ორგანიზების კუთხითაც და კიდევ უფრო აქტიური გამხადა ამ უნივერსიტეტმა. ჩემთვის უნივერსიტეტი ნიშნავს აქტიურობას, ახალი აზრის ჩამოყალიბებას, ძალიან დამეხმარა პიროვნული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და პროფესიულ კარიერულ განვითარებაშიც. ჩემი აზრით, ამ უნივერსიტეტიდან ძალიან ბევრი ინფორმაციას, ახალ საინტერესო ფაქტებს წავიღებ, რომელიც პროფესიულადაც განმავითარებს და ასევე პიროვნულადაც. უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების და მრავალფეროვანი აკადემიური ფორმის მატარებელ დაწესებულებად იქცა, რომლის ორიენტაციაც პროგრესისა და ინოვაციისაკენ სვლა. აქ არის ყველანაირი პირობა შექმნილი იმისთვის, რომ კარგად დავეუფლო ჩემს პროფესიას. სხვა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის მონაწილეც მე ვარ, ქიმიის დეპარტამენტს აქვს ძალიან კარგი ლაბორატორიები, კარგი აღჭურვილობა და ეს მაძლევს ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას. და ჩემთვის უნივერსიტეტი არის მეორე სახლი, რადგან უკვე პირველი კურსიდან მე დავიწყე აქტიური ცხოვრება ამ უნივერსიტეტში და ვფიქრობ ძალიან ბევრი რამ მომცა. ვფიქრობ უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც შეგვიძლია მრავალმხრივ განვითარდეს როგორც სპორტი, ისევე იქნება ეს სამეცნიერო კუთხით თუ სწავლის კუთხით. ჩემთვის უნივერსიტეტი და ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრება ალბათ არის უფრო თავგადასავალი და აი ყოველ გზაზე რომ რაღაცა ახალი ჩნდება და რაღაც ახალი აქტივობა, რაღაც უეცრად რომ შეიძლება ისეთ რაღაცა აღმოაჩინო შენს თავში ამ უნივერსიტეტის სწავლობით, რაც ზოგადად ვერ წარმოგედგინა. უნივერსიტეტის კარი ცოდნის მაძიებლისათვის ყოველთვის ღიაა. უნებრივია ჩვენს ვუერთდებით აი ამ საზეიმო განწყობას, რაც აქვთ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენი კოლეგა ანა ჟოჟაძე სწორედ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება და იქედან უნდა მოგუმზადოს ჩართვა. ანა, დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, ანა. დილომშვიდობისა, დემი ანა, მოგესალმებით და მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ჩვენ დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გიერთდებით და დღეს აქ დილიდან საზეიმო განწყობაა, რადგან დღეს უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი დღესაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციას და საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ აკადემიურ სივრცედ რჩება და გაითქვა სახელი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ 90 წლიანი გზის შესახებ, მიღწევებზე, განვითარებაზე. დღეს დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება ბსეუს პროფესორი და ასევე კურსდამთავრებულიც ბატონი მამია ფაღავა. დილომშვიდობისა, ბატონო მამია, მადლობა რომ დაგვითმეთ დილიდან დრო. მოგვიწვიეთ. პირველ რიგში მინდა დავიწყო ისტორიით. 90 წელი საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი პერიოდია უკვე და მოდი გავიხსენოთ ისტორია ზოგადად როგორ ჩაიწერა ისტორიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯერით დავიწყოთ იმით, რომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომლის მემკვიდრეც არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაფუძნდა 1935 წელს.
ჯერ როგორც სამასწავლებლო ინსტიტუტი, შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტი და თანდათანობით ასე განგზა უნივერსიტეტამდე. მთავარი ის არის, რომ დღეს აღნიშნავთ 90 წელს და ეს 90 წელი არ არის უბრალოდ დრო. ეს არის თაობათა შრომა, ეს არის თაობათა თავდადება შეიძლება ითქვას, რომ სამასწავლებლო ინსტიტუტი თანდათანობით გადაქცეულიყო ჯერ პედაგოგიურ ინსტიტუტად, შემდეგ უნივერსიტეტად. და განსაკუთრებით მე მინდა შევეხო ბოლო მომენტს, როდესაც პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ახლა სათქმელად იოლია დაიწერა შესაბამისი ბრძანება თუ განკარგულება, რომლის ძალითაც მოგვენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. მაგრამ აი პედაგოგიური ინსტიტუტიდან უნივერსიტეტზე გადასვლას ახლდა ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი შრომა. ყველაფერი იყო შესაძლებელი, ყველაფერი იყო გადასახალისებელი. ერთი რამ იყო, რაც ყველაზე მეტად უმაგრებდა, შეიძლება ითქვას, გვერდს უნივერსიტეტს, რომ კადრები მეტნაკლებად ის ტრადიციული სპეციალობებისა მაინც ყავდა. აი, მაგალითისად რომ ავიღოთ, აი, დაიწყო ხო, თან მაგალითამდე, თან იყო ეს პერიოდი, როდესაც იყო ეკონომიკური სიდიხვჭირა. გაჭირვება ყველგან, აი, პროფესორის ხელფასი დღევანდელი გაგებით სადღაც $10 ეკვივალენტი თუ იყო, ძალიან დაბალი იყო და აი უნივერსიტეტი იყო აი კადრების დაკარგვის საშიშროების წინაშე და აი თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ პირობებშიც კი უკან არ დაუხევია უნივერსიტეტს და აი ეტაპობრივად თანდათანობით ავითარებდა ახალი სპეციალობების შემოქმედა, შემოდიოდა სტუდენტთა ახალი ნაკადები და მაინც ენთუზიაზმით ხშირად მუშაობდნენ და ერთი დეტალი, რომელიც ხშირად გვრჩება და არ არის დასავიწყებელი. აი ეს ის პერიოდია 90-იანი წლები, როდესაც შესაძლებელი გახდა ფასიანი უნივერსიტეტების შექმნა და ჩამოყალიბება საქართველოში და ძალიან კარგად მახსოვს ერთ-ერთი მონაწილეობა ამისა, ჩვენთანაც შევქმნით ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 დამფუძნებელი იყო მახსოვს, შევქმნით ფაკულტეტები, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, სამედიცინო და ასე შემდეგ და 1996 წელს ეს ყველაფერი გადავაბარეთ სახელმწიფო უნივერსიტეტს. და ეს უნივერსიტეტი შეიქმნა, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი შეიქმნა იმიტომ, რომ გადაგვერჩინა უნივერსიტეტის კოლექტივი. რომ რაღაც დამატებითი ხელფასი მიეღოთ. მუშაობა არ ეზარებოდათ, ლექციას კითხულობდნენ, მაგრამ ანაზღაურება არ იყო და ამ ფასიან უნივერსიტეტს ამის საშუალება მიეცა უკვე და ეს თანხები, ის მოიზიდა ეს სპეციალისტები მის გარშემო და ისინი თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდნენ ძალიან დაბალი ანაზღაურებით, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო და ასე გადარჩა კოლექტივი. და უნივერსიტეტს დარჩა რამოდენიმე ახალი ფაკულტეტი, მათ შორის სამედიცინო, იურიდიული, ეკონომიური და ასე შემდეგ. გამოდის, რომ კოლექტივის ენთუზიაზმმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ამდენწლიანი ისტორია დაწერილიყო. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მიუხედავად იმისა, იმ მდგომარეობისა, არავის არ უფიქრია, რომ უნივერსიტეტიდან წასულიყო. ყველა მუშაობდა, ყველას მისი ადგილი ეჭირა, ყველა მის საგანს კითხულობდა და მუშაობდნენ და კიდევ ერთი რაღაცა. აი ეს პერიოდი, ახლა უნივერსიტეტი მოითხოვს ორ რამეს. ერთი არის პედაგოგიური საქმიანობა, ლექცია, პრაქტიკული და ასე შემდეგ. მეორე, მის გვერდით უნდა განვითარდეს სამეცნიერო მუშაობა. აი ამ გაჭირვების პერიოდში კი გამოინახა შინაგანი ძალები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, ორი, ერთი ჰუმანიტარული მეცნიერებათა სერია და მეორე საბუნებისმეტყველო და ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის მეცნიერებათა სერია და მიეცა საშუალება ჩვენს ლექტორებს, რომ ჩვენივე ჟურნალში, ჩვენივე სამეცნიერო ორგანოში გამოექვეყნებინა სტატიები და ასე დაიწყო თანდათან სამეცნიერო მუშაობა. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, ეს ის პერიოდია, როდესაც საზღვრები გაიხსნა, იცით? როდესაც საშუალება მოგვეცა გავსულიყავით თურქეთში, საქართველოს ისტორიულ პროვინციებში და გაგვეცნო იქავრობა.
აი, საინტერესო ის არის, რომ 1994 წელს უნივერსიტეტში, კერძოდ ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ისტორიულ ფილოლოგიური კვლევის ლაბორატორია, სამეცნიერო ლაბორატორია. ეს არ იყო შემთხვევითი ორგანო. როცა თუ შეიძლება ნახოთ მისი სამუშაო გეგმა, თუ რა პრიორიტეტებს ისახავდა მიზნად, რომ მომავალში განახორციელებია კვლევა ძიება, ეს იყო ისტორიული ჭოროხის ხეობა და ეს იყო ისტორიული ლაზეთი და მოაჯირთა შთამომავლების ყოფისა და კულტურის კვლევა. რისი თქმა მინდა, აი უნივერსიტეტმა თანდათანობით ახალი იყო, მაგრამ მაინც დაიწყო შემოკრება კადრების, შინაგანი ძალების მოძიება იმისათვის, რომ ახალი სპეციალობები შეექმნიყო, სამეცნიერო მუშაობა გაეგრძელებინა და ასე შემდეგ. და ფაქტია, რომ მოვიდა დღემდე და დღემდე არის წამყვან პოზიციებზე. ბატონო მამია, სამწუხაროდ აღარ ყოფნის დრო უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე საუბარი. წუთითაც ვიტყვი, დღეს სხვა მდგომარეობაში ვართ, მართლაც მაღალი ბევრი უკეთესის და მეტის თქმაც და გაკეთება შეგვიძლია დღეს სხვა სიტუაცია დღეს კარგად ვარ შეიძლება ითქვას და უნივერსიტეტით შესაბამისად მიყვება დროის მოთხოვნებს და ეს არის ძალიან კარგი და სასიამოვნო. ხვალ უკეთეს ველოდებით კიდევ. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებთ. დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საზეიმო ღონისძიებები უნივერსიტეტის ეზოში, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, წარმოდგენილი იქნება ბესეუს ბენდი, ასევე ფოლკლორული ანსამბლები, ასე რომ ცოტა მოგვიანებით კვლავ შემოგიერთდებით და უფრო დეტალურ გეგმას გაგაცნობთ, უკვე რა პროგრამა იქნება დღეს წარმოდგენილი, ასე რომ დემი ანა მე დროებით დაგემშვიდობებით. ძალიან გვაინტერესებს. დროებით გემშვიდობებით, ანა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და ეხლა ბუნებრივია თბილისის დროით ზუსტად 10 საათის სრულდება და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა ქეთი ბოლქვაძე შემოგვიერთდება. ქეთი, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ და 10 საათისთვის ახალ ამბებს გაგაცნობთ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქეა დაკავებულია. მის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ვლადიმერ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალდებად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადმოკვეთა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების სასაზღვრო კონტროლის გვერდისავლით უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო 3 წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლო მათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 12 პირი პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ პატიმრობის ძალში დატოვების მოტივად მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხეები დაასახელა. დაცვის მხარე არ იზიარებდა პროკურატურის აღნიშნულ პოზიციას და ამტკიცებდა, რომ დანაშაულის დასადგენად საქმეში შესაბამისი მტკიცებულები არ არსებობდა. წინა სასამართლოს ხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან, მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომელთაც ბრალის სახელმწიფოს გადატრიალების მოწოდების გამო აქვთ წაყენებული. დღეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უნივერსიტეტთან, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. აქცია მსვლელობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის ფარგლებში დაკავებული პირები. დღევანდელი აქცია გასული წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირდება, როდესაც ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღე აგრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მუძრავი ბენზინმზირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გააჩერეს. სამართალ დაამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ზარაზე ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებელი წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ჰქონდა განთავსებული. ბენზინმზირი დაილუქა, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1024 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყის უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის პარალელურად მოქალაქეების სამართალდარღვევას სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ. ამის მაგალითია სამეგრელოში გამოვლენილი ფაქტი, სადაც სამართალდარღვევი დიდი ოდენობით ფიცრის სვანეთიდან სამეგრელოში გადაზიდვას შეფარვით ბენზინზიდის საშუალებით ცდილობდა. დეპარტამენტი მოუწოდეს მოქალაქეებს თავი შეიკანოს სამართალდარღვევისგან, რადგან ყველა მსგავს ფაქტზე მოვახდეთ მყისიერ და შესაბამის რეაგირებას. თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ საბრძოლო ქმედებების შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს. უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართულებით გააკეთა. რაც შეეხება ტერიტორიების დათმობას, განცხადებას ანდრეი ერმაკი გამოიხმაურა და თქვა, რომ სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლო ტერიტორიის დათმობას. მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ იმის განსახილველად არის მზად, თუ სად უნდა გაიაროს ომის მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება. ფრიდრიხ მერცმა ესტონეთის პრემიერთან გამართული პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ კიევი არ უნდა აიძულონ რუსეთს ტერიტორია დაუთმოს. ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი უნდა იყოს ფრონტის ხაზი. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ როგორც ევროპის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ინტერესების საფრთხის ქვეშაა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინასთან. ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. მის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი 20 წლის სარა ბეკსტრომი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის ენდრიუ ვულფი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი თავდამსხმელი 29 წლის αφღანეთის მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია. ცნობისთვის თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი სასასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის როლის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა. ჰონკონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, 300 ადამიანი კი ტრაგიკულად დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ როიტერი წერს, ქალაქში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 70 ადამიანი. ჰონკონგის ლიდერმა ჯონ ლიმ განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად 39 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს. ჰონკონგის პოლიცია მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძრთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და კონსულტანტი დააკავა. კომპანიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, 8 შენობისგან შედგება და 2000-მდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4600 ადამიანი ცხოვრობდა. ბინებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, შენობის ფასადს გარშემო ბამბუკის ხარაჩოები და მწვანე ბადე ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ხარაჩოებს გაუჩნდა. შრი-ლანკაში ციკლონ დიდ-ვოვს ებრძვიან, ბოლო მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი. მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოსაოდნელი ამინდის გაუარესება და ციკლონი აღმოსავლეთ სანაპიროსკენ დაიძრა. ამასთან შრი-ლანკაში ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 56 ადამიანი, 21 კი დაკარგულად ითვლება. დასარალებულია 44,000-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან სამხედრო მოსამსახურეებიც. თავარი 10 საათზე ამით დასრულებულია, 12 საათზე ქეთი ჭყონია დაგიბრუნდებათ, დაგემშვიდობებით. დავბრუნდით ეთერში, მივესალმოთ მაყურებლებს და შევახსენოთ, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ვართ ანა შამელაძე და დემეტრე ზოიძე. ახლა კი დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ თუ ამჯერად რას მოგვიმზადებს ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი.
გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ გენათ ხილაიშვილი. დღეს მაგასწავლოთ უმარტივესი და უგემრიელესი ქათმის ფილეს მარინადი. დღეისთვის დაგჭირდება სოიოს соуსი, დაღერგილი ციცაკა, სახამებელი, ნივრის ფხვნილი, დაგჭირდება ცოტა თაფლი, ქათმის ფილე მწვანე ხახვი, მარილი და შავი პლოპილი. ამას ვამზადებთ აეროგრილში. მოდი ჯერ დავჭრათ ქათმის ფილე პატარა კუბებად. ჯერ გაჭერით ხაზებად ესე, გრძლად. შემდეგ კუბებად. ესე დავჭერით ქათმის ფილე, ესეც გადავიტანოთ ჯამში. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ. აქ უკვე მოამზადეთ ქათმის ფილე. ეხლა გასწავლით უმარტივეს და უგემრიელეს მარინადს, რომელიც ასევე აზიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. მოდი ჩავასხათ სოიოს соуსი, აქ მოგვს დაახლოებით 80 მგ სოიოს соуსი. მაქვს დაღერგილი ციცაკა, ამას ძალიან ცოტას დავუმატებ დაახლოებით 1 ჩაის კოვს. აქ მაქვს სახამებელი, სახამებელს ბლომად ვუზამთ დაახლოებით 3 სავსე ჩაის კოვზე. და 1 სავსე ჩაის კოვზე ნივრის ფხვნილი. ეს. ახლა გავუშვათ ცოტა თაფლი, ძალიან რაღაც კომფორტული და გემრიელი სიტყვოსთვის. რა თქმა უნდა, მარილი და შავი პლოპილიც. მარილი ცოტა უნდა, იმიტომ რომ სოიოს соуსი მარილიანია, როგორც ყველა მიცით. და ოდნავ შავი პლოპილი. ეს. ამ ყველაფერს ახლა კარგად ამოვვრიოთ, ქათმის ფილეს რომ მიიღოთ ეს სუნელები და სოიოს соуსი. ეს ქათმის მარინადი არის ძალიან გემრიელი ბრინჯთან ერთად, როგორც გითხარით. მიეკუთვნება ეს მარინადი აზიურ სამზარეულოს და ნუ როგორც ყველა მიცით, ბრინჯი არის მაგათთვის აი როგორც ჩვენთვის არის ჩვეულებრივი პური, ზუსტად ისე გამოიყენება ბრინჯი აზიურ სამზარეულოში. მარინადი მზად გვაქვს, აქ აქვს საცხოვე ფორმა, რომელსაც მოვათავსებთ აეროგრილში, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ეს მარინადი პირდაპირ გადავიტანოთ აეროგრილში, მაგრამ მე მინდა რომ თავისი წვენით შეინარჩუნოს, ამიტომ ზუსტად ამისთვის ვიყენებ აი ამ საცხო ფორმას, რომ ამას თავისი წვენი გქონდეს. ეგრე უფრო გემრიელია და გიჩვენოთ, რომ ეგრე გააკეთოთ. ესე კარგად გადაანაწილეთ გარშემო. ესე. ესე ხმოვათავსოთ აეროგრილში. ეს უნდა ჩავთვალოთ ახლა ქათმის შეწვის რეჟიმზე 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. სრულფასოვანი კერძი გამოგვივიდათ, მოვასხი ბრინჯის ტაილანდური соуსის სრირაჩა, რომელიც განსაკუთრებულად უხდება აზიურ სამზარეულოს და მოკლედ ქათამს და ეს რაღაცებს. გამართოს დიდი ახლა ჩვენმა სრირაჩამას და ჩვენმა ქათამს. როგორც უკვე ბევრჯერ გითხარით დავახსენე, აზიური სამზარეულო არის ჩემთვის ტოპ 3-ში. და ეს კერძი ნამდვილად არის ის, რომელიც აი შემიძლია ყოველდღიურად მივირთოთ ამ ჭამა. მართლა გირჩევთ რომ გაიმეოროთ, ხვებსაც გაუზიაროთ ეს რეცეპტი, მე კი ამით მომდენო რომ ვიყავით და გევრთვებით ეს ინსტიტუტებით ნახვამდის. დაუბრუნდით ეთერში, საკმაოდ მადი სახელმძღვანელოდ გამოიყურებოდა ეს კერძი, ვინც ვერ მოასწრო ჩანიშვნა და ამოწერა რეცეპტი, შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე, ანუ დილის ტალღის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეხვიდეთ, რამდენიმე წუთში აიტვირთება აუცილებლად ეს ეპიზოდი და შეგიძლიათ რომ ამოიწეროთ რეცეპტი. ეხლა კი როგორც თავში აღვნიშნეთ და შეგვირდით, შევახსენოთ პირველ რიგში მაყურებლებს, რომ დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 90 წლის
იუბილე შეუსრულდა და საზეიმო განწყობა უნივერსიტეტი აღნიშნავს დღევანდელ დღეს და სწორედ უნივერსიტეტთან უნდა ჩაგვერთოს ჩვენი კოლეგა ანა ჟოჟაძე სტუმრებთან ერთად ანი კიდევ ერთხელ დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილომშვიდობისა დემი ანა მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთდა და ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ჩვენ ვაგრძელებთ უნივერსიტეტის ეზოში ყოფნას როგორც გითხარით აქ დილიდან საზეიმო განწყობაა დღეს მთელი დღის მანძილზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის იქნება სპორტული შეჯიბრებები ბესეუს ბენდი წარსდგება სტუმრების წინაშე და მრავალფეროვანი მოკლედ საინტერესო აქტივობები იქნება დღეს მთელი დღის მანძილზე. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტი აროშიძე და მასთან ერთად უფრო ვრცლად ვისაუბრებთ დღევანდელი პროგრამის შესახებ. დილომშვიდობისა ბატონო ტიტე, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ჩვენ უკვე მოკლე ისტორია მიმოვიხილეთ და გავიხსენეთ უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ახლა უფრო ახლო წარსულზე ვისაუბროთ, როგორ შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული და აკადემიური გარემო. პირველ რიგში მოგესალმებით და რა თქმა უნდა დღეს ზეიმობს უნივერსიტეტის საზეიმო განწყობას უფევს, ისევე როგორც უნივერსიტეტში, ასევე იმ ადამიანების გულში, ვისაც შეხება ქონია უნივერსიტეტი, რადგან ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით და ჩვენი რეგიონისთვის უნივერსიტეტი გახლავთ ალმა მატერი, გახლავთ სიმბოლო განათლებისა და მეცნიერებისა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში შეიძლება ითქვა, შეიცვალა უამრავი რამ უნივერსიტეტის მიმართულებით, ეს იქნება სასწავლო სამეცნიერო მიმართულებები, დაემატა სხვადასხვა მიმართულება, საგანმანათლებლო მიმართულება, გაძლიერდა მეცნიერების კუთხე. ჩვენ ასევე დღეს ყავს სამი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც თავიანთი მიმართულებებით ახორციელებენ სამეცნიერო და კვლევით მუშაობას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ეხლაც მიმდინარეობს ესე ვთქვათ სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც შეეხება სტუდენტებისთვის გარემოს შექმნას, აბსოლუტურად ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ დღეს სტუდენტმა თავი იგრძნოს კომფორტულ გარემოში და შეიგრძნოს სწორედ ის, რასაც თანამედროვე განათლების მიღება ჰქვია. ახალი რეფორმების ფარგლებშიც ისე იგეგმება აბსოლუტურად ყველა ნიუანსი, რომ მორგებული იყოს სტუდენტზე და კავშირი განათლებასა და მეცნიერებას შორის იყოს მაქსიმალურად ღრმა. რადგან დღევანდელი მოცემულობი და თანამედროვე ეპოქაში, ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც შეიძლება ითქვას ჩვენ მიღწეული გვაქვს და რა თქმა უნდა ვაუმჯობესებთ წლიდან წლამდე, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სტუდენტები ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და მიიღონ ის გამოცდილება, რასაც დასავლეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილება ჰქვია. ჩვენს არანაკლებ ისტორია გვაქვს, რა თქმა უნდა, განათლების და მეცნიერების მიმართულებით. იცით, რომ დღეს 90 წლის იუბილეს ზეიმობ და ამ 90 წლის განმავლობაში თაობიდან თაობამდე იზრდებოდა როგორც უნივერსიტეტი, ასევე მისი გამოცდილება და ავტორიტეტი. ამიტომ დღეს უნივერსიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა, რეალურად ის საზეიმო ვითარება, რომელიც საზეიმო ვითარებაც დღეს უფევს, არის სწორედ იმ 90 წლის ისტორიის გამოცდილება, იმ 90 წლიანი გზის შესაბამისობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ულოცავ მე ყველას, ვისაც გული შეტკივა უნივერსიტეტზე, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუვლია და თუნდაც უკითხავს რა ლამაზი შენობაო. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, დღეს იმ უამრავი ღონისძიებებით, იმ უამრავი საზეიმო აქტივობებით ჩვენ კიდევ ერთხელ გავალამაზებთ უნივერსიტეტის ცხოვრებას და ესე ჩაიწერება, რა თქმა უნდა, ოქროს ასოებით ისტორიაში. ბატონო ტიტე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი არის ის, რომ სტუდენტებს ნამდვილად აქვთ საშუალება, რომ საზღვარგარეთაც მიიღონ განათლება და ზოგადად უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მისაღების სივრცე, ხო, ეს არის ძალიან გარდამტეხი ეტაპი თითოეული ახალგაზრდას ცხოვრებაში, ერთგვარი ფინალური ეტაპი, სანამ შევაჯბიჯებთ ზრდასრულ ცხოვრებაში. ამ ხრივ რამდენად უწყობს უნივერსიტეტი ხელს, მაგალითად ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებაში და შემდეგ დასაქმებაში, რომ მათი ცოდნა, ის აკადემიური ცოდნა, რასაც წლების მანძილზე მიიღებენ უნივერსიტეტში, უკვე ინტეგრირდეს და რეალიზდეს საზოგადოებაში.
ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა არა მხოლოდ განათლების მიღება და შემდგომ ესე ვთქვათ კავშირის წყვეტა, არამედ მუდმივ კავშირში ყოფნა უკვე კურსდამთავრებულებთან. ჩვენ დღეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ თუ კი უნივერსიტეტმა რაიმეს მიაღწია სწორედ მისი კურსდამთავრებულების ავტორიტეტით. შესაბამისად, კარიერული ზრდა, რომელსაც ხელს უწყობს უნივერსიტეტი, არა მხოლოდ განათლების მიღებით და შემდგომ შეწყვეტით, არამედ შემდგომ მის ესე ვთქვათ კარიერულ ზრდაში ჩართულობით არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდებისა უკვე იჩენს ინტერესს, რომ დარჩეს ისევ უნივერსიტეტში და გააგრძელოს სამეცნიერო მუშაობა, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე მეცნიერების მიმართულებით, ანუ აკადემიური კუთხით. მაგრამ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა სექტორში ხვდებიან, ეს იქნება საჯარო სექტორი თუ კერძო სექტორი, იმათაც ესე ვთქვათ მორალური ვალდებულება უჩნდებათ, რომ უნივერსიტეტთან კონდეთ მუდმივმა, ისევე როგორც უნივერსიტეტს არა მხოლოდ მორალური, არამედ პირდაპირი ვალდებულება აქვს, რომ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ და ხელს უწყობდნენ უკვე კურსდამთავრებულებს, რომლებიც ესე ვთქვათ, ისევე როგორც აბიტურიენტი შემოდის და ხდება სტუდენტი და მისთვის ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მისი დამოუკიდებელი ცხოვრების განსაზღვრელი პირველი ეტაპებია, ასევე რა თქმა უნდა, როდესაც სტუდენტი ასრულებს და იღებს დიპლომს, ესე ვთქვათ, შემდგომ უნივერსიტეტი მას უძებნის სხვადასხვა მიმართულებას, სხვადასხვა გზას, რომ გააგრძელოს მისი ესე ვთქვათ, ცოდნის და სურვილის შესაბამისად სხვადასხვა სექტორში კარიერული განვითარება. ესე რომ ჩვენ მზად ვართ ყველა სტუდენტს არა მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში, არამედ უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც გავუკვალოთ აღნიშნული მიმართულება და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს დამსაქმებლებს, რომლებიც ასევე პირდაპირ მასში არიან უნივერსიტეტთან და საბედნიეროდ ეხლა მე აჭარის მასშტაბით შემიძლია ვთქვა, თუმცა არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ სახელოვანი და ტიტულოვანი როგორც მეცნიერები, ასევე პროფესიონალები თავიანთ საქმეში არიან, მაგრამ ჩვენი აჭარის დამსაქმებლები მაქსიმალურად ყურადღებას იჩენენ და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი, რომლებიც სხვადასხვა სექტორში, კერძო იქნება თუ სახელმწიფო სექტორი იქნება, გადიან პრაქტიკებს, სტაჟირებებს და შესაბამისად შემდგომ უკვე სტუდენტისა და დამსაქმებელთა შორის კომუნიკაციით ხდება მათი შემდგომი დასაქმება. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებთ და აქვე მინდა გაგაცნოთ ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ანთაძე, დილომშვიდობისა მარიამ, გაგვეცანი რა ფაკულტეტზე სწავლობდა, რატომ გადაწყვიტა კონკრეტულად ეს მიმართულება და ამ შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტი. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში მიულოცავ რა თქმა უნდა ჩემს უნივერსიტეტს 90 წლის იუბილეს. 90 წელი ეს არ არის ნამდვილად ცოტა და დარწმუნებული ვარ ამ წლების განმავლობაში ბესეომ თავის ძალიან ბევრ სტუდენტს მიცა უმაღლესი განათლება. რაც შემეხება მე ვფიქრობ სტუდენტური წლები ადამიანის ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტიც კი, რომელსაც თან ახლავს რაღაც გამოწვევები, ნერვიულობა, შფოთი, სტრესი და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია რომ სტუდენტმა სწორად შეარჩიოს უნივერსიტეტის სწორ ფაკულტეტზე მოხვდეს და სწორად გაიაროს მის საბაკალავრო თუ სამაგისტრო წლები. ჩემ შემთხვევაში მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ რომ ბესეუში ჩავაბარე და ჩავირიცხე, ვსწავლობ იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რასაც წლების განმავლობაში მოყოლია ძალიან ბევრი ბენეფიტი, ძალიან ბევრი შეთავაზება და ძალიან კარგი სტუდენტური წლები. მაგალითად რა ბენეფიტებს ჰქონდა ადგილი შენ შემთხვევაში, რომელ პროგრამებში და კონკურსებში მიგიღია მონაწილეობა, ყოფილხარ თუ არა საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტისთვის არის თბილის საგანმანათლებლო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კერა. იმიტომ რომ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს ძალიან ბევრი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვადასხვა აქტივობები, ამიტომ სტუდენტი ფაქტობრივად ჩვენს უნივერსიტეტში ვერ მოიწყეს. რაც შემეხება მე, ბევრი ბენეფიტი მიმიღია, როგორც საგანმანათლებლო პროცესის მიმართულებით, ისე კულტურული, სპორტული და ასე შემდეგ. ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ერაზმუს პროექტების ან აჭარის დაფინანსების გამარჯვებულის და კონკურსანტიც, მაგრამ სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ წავსულ ვარ საზღვარგარეთ. თუმცა უნივერსიტეტს ალბათ ძალიან ბევრი პროგრამა აქვს ამ მიმართულებით და ფიქრობ საამაყოა, როდესაც ახალგაზრდებს რეგიონში გვაქვს ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა სტუდენტური პროექტების გამარჯვებული ვარ, მათ შორის ორგზის და ორჯერ მქონდა შანსი გამეხორციელებინა სტუდენტური პროექტები, სადაც სარგებელს იღებდნენ სწორედ ბესეუს სტუდენტები.
ძალიან დიდი მადლობა მარიამ და მე წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს მთელი დღის მანძილზე საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში არაერთი კარგი და საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის მუსიკალური ნომერი და მე არ შემიძლია რომ დღეს მუსიკის გარეშე დავტოვო ჩვენი მაყურებელი, ასე რომ ბათუმის მერიის სასულე ორკესტრი წარსდგება ამ წუთებში თქვენს წინაშე და მე ამ ნოტაზე უკვე დაგემშვიდობებით ყველას ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ესე დინამიურად დავიწყეთ დილა, თუმცა ჩვენ გემშვიდობებით და ასეთ დინამიურ დღეს გისურვებთ. ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ასეთი იყო დღევანდელი 28 ოქტომბრის დილის ალყა სტუდიაში მე დემიზოიდი და ანა შამილაძე მუშაობდით. ჩვენ ორ შაბათს ისევ დაგიბრუნდებით 9:30-დან 11:30-მდე პირდაპირ ეთერში ვიქნებით. ნახვამდის, მადლობა რომ გვიყურებთ.